ძალიან მიხარია, რომ ზოგადად მაქვს საშუალება გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, რომელიც დამიგროვდა უშუალოდ მიზნის მიღწევის ჩემეული ხედვა, როგორ ვაღწევ მე პირადად მიზნებს და სიმართლე გითხრათ, ეს არ არის მხოლოდ ჩემეული ხედვა, იმიტომ რომ რეალურად ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი, რომელსაც რაღაც შეუქმნია ცხოვრებაში და წარმატება არ ნიშნავს იმას, რომ მაინც და მაინც ხვებით ვხვიდნენ, რომ შენ ხარ წარმატებული, ხო? როდესაც შენ ქმნი რაღაც ღირებულს და ეს ღირებული შენთვის არის ის, რისი მიღწევაც გინდოდა, ეს უკვე წარმატება. ყოველ შემთხვევაში ჩემეული ხედვა წარმატებისადმი ასეთია. თქვენთვის მაქვს ასეთი შეკითხვა. თქვენი აზრით, რატომ არიან ადამიანები ზოგი, რომელსაც თითქოს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს, რომ მიაღწიოს ყველა მიზანს და იყოს წარმატებული და ზოგი, რომელსაც არც თუ ისე ბევრი შესაძლებლობა აქვს და მაინც აღწევენ მიზანს. ანუ ადამიანები, რომლებსაც აქვთ თითქოს ყოველთვის ჩვენი ხედვით აქვთ რაღაც შესაძლებლობები და არ არიან წარმატებულები და რიგი ადამიანები, რომლებსაც თითქოს და არც ისეთი რესურსი აქვთ, მაგრამ არიან წარმატებულები. რა განასხვავებს ამ ადამიანებს ერთმანეთისგან და საერთოდ ზოგადად თქვენ როგორ ფიქრობთ? ისინი უფრო მეტად მაძიებლები არიან, ვისაც არ აქვს. ფასი იციან წარმატების, კი ბატონო, კიდე? მონდომება, კიდევ? სწორი სტრატეგია წარმატების. მადლობ. სწორი სტრატეგია იციან, კი ბატონო. ხო, საშუალებებს ეძებენ უფრო მეც, ხო? რომ საკუთარ თავში იპოვონ. თავიანთი შესაძლებლობების. აბსოლუტურად სწორია, იმიტომ რომ ადამიანები, რომლებსაც თითქოს და არც თუ ისე დიდი რესურსი აქვთ, ხო, გარედან მიღებული რესურსი იმისათვის, რომ რაღაცას მიაღწიონ, უფრო მეტად არიან ფოკუსირებული, შეიქმნან мотиваცია, რომ თვითონ გააკეთონ ეს ყველაფერი, ხო? ანუ საბოლოო ჯამში ადამიანები, რომლებიც აღწევენ წარმატებას, კარგად აანალიზებენ, რომ ეს წარმატება უნდა იყოს მათ მიერ უნდა იყოს მიღწეული და არ ელოდებიან, როდის მოუტანს შესაძლებლობას გარე სამყარო. პირიქით, ისინი თვითონ აი ხა ამაზე მინდა მე მთელი დღის განმავლობაში ვისაუბრე, დღის არა, 1 საათის განმავლობაში ვისაუბრო, რომ აი ზუსტად ამ ადამიანებს აქვთ უნარი ყველა სიტუაციაში, რასაც უქმნის მას, რაშიც ხვდებიან, ანუ შანსები იპოვონ ცხოვრებაში და ეს შანსები გამოიყენონ საკუთარი თავისთვის და საკუთარი მიზნის მისაღწევად. მე მინდა ასეთი შეკითხვა დაგისვათ. მე რომ შემოგთავაზოთ საშუალება, რომლითაც თქვენ ისურვებდით მიზნამდე მისვლას. და თქვენ რომ გქონდეთ არჩევანი. მოდით ახლა მე რამოდენიმე საშუალებას შემოგთავაზებთ და თქვენი არჩევანი მინდა რომ გააკეთოთ. ნუ წარმოვიდგინოთ, რომ მიზნამდე უნდა მივიდეთ რაღაც გზებით და პირველი ავირჩიოთ, მოდით, ფეხით. მეორე იყოს რაკეტით. მესამე იყოს ცხენით. და მეოთხე იყოს მფრინავი ხალიჩით. ახლა მინდა დაფიქრდეთ და ამ 4 საშუალებიდან აირჩიოთ ერთ-ერთი. აირჩიეთ? კარგად აირჩიეთ, იმიტომ რომ თავში ამ დროს ხდება ის და მე მინდა რომ ერთზე შევთანხმდეთ, ერთი ჩამოვაყალიბოთ. დავიწყოთ. ვინ აირჩია ფეხით? ვინ აირჩია რაკეტით? ვინ აირჩია ცხენი? ვინ აირჩია მფრინავი ხალიჩა? 3. ახსნათ რას ნიშნავს? თქვენ როგორ ფიქრობთ რას ნიშნავს? აი თქვენ რატომ აირჩიეთ, მოდით ვინც აირჩია ფეხით? ალბათ იმიტომ რომ გზაზე უფრო როგორ რაღაც ბოდიში თქვენ მითხართ? გზაზე უფრო ყველაფერი მას შეხვდები, რაც ამ მიზნამდე მიგიყვანს და იქ მეტი შესაძლებლობა გამოჩნდა, ხო? თქვენ რას ამბობდით? აჰა. თქვენ არ დაგასრულებინეთ, ბოდიში თქვით რას ამბობდით?
ანუ რაც გაგაჩნიათ, ამის გამოყენება ფეხით უფრო შესაძლოა. ჩემი აზრით აქეთ ის ნიშნავს, რომ ყველაფრის გამოტოვებას მიზნამდე უშუალოდ მიზანზე მისვლა. ხო, აი ნახეთ, ჩვენ ძალიან შორს წაგვიყვანს მე რომ ეს მოდელი ადამიანის ფსიქოტიპების ჭრილში განვიხილო და ამიტომ არ შევეხები ამას, თუმცა თქვენ თვითონაც მიხვდებით რას ნიშნავს. მოდით დავიწყოთ ასე. ადამიანები, რომლებიც ირჩევენ ფეხით მივიდნენ მიზნამდე, ანუ ამ ტესტში ყოველ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს ჩვეულებრივი ტესტია. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ საკუთარი ძალები გამოსცადონ მიზნისკენ მიმავალ გზაზე. რომლებსაც უნდათ და აინტერესებთ პროცესი, ნახეთ, და არა შედეგი. ამიტომ თქვენს ასაკში ის რომ ფეხით აირჩიოთ, ეს არის ძალიან ბუნებრივი, იმიტომ რომ თქვენ სწავლობთ, ისრუტავთ ყველაფერს, თუნდაც ის რომ ახლა აქ ამ მასტერკლასზე ხართ და ესწრებით, ეს უკვე ძალიან კარგია, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი, მოდით ვთქვათ, ერთ-ერთი შესახვევია შეიძლება, ხო? სადღაც ცოტა ხნით გაჩერდით, ჩამოჯექით რაღაცა მყუდრო ადგილი და მერე უნდა გზა გააგრძელოთ. ამიტომ ის ადამიანები, რომლებიც ფეხით წასვლას არჩევენ, ყოველთვის არიან ორიენტირებულები თავისით, საკუთარი ძალებით, საკუთარი შესაძლებლობებით მოახდინონ საკუთარი მიზნების მიღწევა. ადამიანები, რომლებიც ირჩევენ რაკეტას. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც ყველაფერი უნდათ გუშინ. ხო იცით ასეთი ადამიანები, ხო? მე მინდა შედეგი და ეს შედეგი უნდა იყოს გუშინ. ასეთი ადამიანებისთვის მიზანი ყოველთვის არის არა პროცესი, ანუ გზა და ინტერესი, რომ აი რა წარმატება, წარუმატებლობა, ანუ ამ გზაზე ხო ბევრი რაღაც ხდება, ესე პირდაპირ ხო არ მივდივართ ჩვენ ყველა რაღაცა გზებს, როდესაც ვირჩევთ. ამ ადამიანებისთვის ყველაზე მთავარია რა იქნება შედეგი. ანუ მე რომ მივალ გზის ბოლოში და თუნდაც ახლა ავხტე და გადავხტე, ხო? თავარი ის არის სად დავხტები და რა არის, ამიტომ ასეთი ადამიანები სხვათა შორის ძალიან ხშირად აღწევენ იმას, რაც უნდათ, უბრალოდ უფრო მეტად მათი გონება, მათი ინტერესი და мотиваცია იწყებენ რა უნდა მივიღო, ვიდრე როგორ უნდა მივიღო, ხო? ეხლა ნახოთ ცხენით ადამიანები. ანუ ადამიანები, რომლებმაც აირჩიეს ცხენი, ეს არის კატეგორია, რომელსაც მარტო მისით არც ერთი მიზნის მიღწევა არ უნდა. ანუ მიზანი მათთვის მაშინ არის ღირებული და შედეგი ცხოვრებაში, თუ მის გვერდით არიან ადამიანები, რომელთან ერთადაც მას შეუძლია გაიზიაროს ეს შედეგი. ხო? ეხლა ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებსაც უკვე ოჯახი ყავთ, იქ რაღაცა პასუხისმგებლობები აქვს ოჯახთან ერთად, ასეთი ადამიანები ცხენს ირჩევენ, იმიტომ რომ თვლიან, რომ იცი რა, მე შეიძლება მინდოდეს, რომ გავხდე დაუშვათ მილიონერი, მაგრამ თუ ამ მილიონერობის მიღწევისთვის მე ოჯახის დათმობა მჭირდება, მე ასეთი მილიონერობა არ მინდა. ამიტომ ასეთი ადამიანები ყოველთვის ირჩევენ ისეთ მიზნებს და მათთვის მიზანი მაშინ არის ღირებული, თუ ეს არის იმ ადამიანებთან შესაბამისობაში, რომლებიც მათ უყვართ, ხო? ანუ ცხენები ირჩევენ ამ ცხენის კატეგორია არის ის ადამიანი, რომლებსაც მარტო კაციო, ჭამაშიაცო, ხო იცით, ბრალიაო, ანუ ესეთი ხალხია ეს რა და ძალიან გუნდური და კარგი საყრდენია ასეთი ადამიანი ყოველთვის გვერდით რო ყავს, იცი რომ ის მარტო არ თავისთვის, ანუ მეზე კონცენტრირებული არასოდეს არ იქნება. ეს არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს ჩვენ და არა მე. და მფრინავი ხალიჩები. ეს არის კატეგორია, რომლებსაც სულ უნდათ. უნდათ ინგლისურის დაწყება. რა ვიცი, უნდათ 5 კილოს დაკლება. უნდათ სადღაც წასვლა. მე გავა 1 კვირა, 2 კვირა და კითხავ, დაიწყე დიეტა, რო გინდოდა. უიმე, ისე მინდა კეტყვის. აი ძალიან მინდა. ან რაკენი ახლა სწავლობ ინგლისურს, დაიწყე არჩი ეს არა და როგორ მინდა რომ იცოდე. ანუ ეს არის კატეგორია, რომელსაც სულ უნდა ბევრი რამ უნდა, თუმცა მათი მინდა თითქმის ძალიან იშვიათად რომ მათი მინდა გადაიქცეს მიზნად. რატომ? იმიტომ რომ ყოველთვის ელოდებიან, აბა როდის გაიხსნება ცა და ჩამოვარდება რაღაცა აბი, რომელიც ამაკლებინებს 5 კილოს. ან როდის მოვა ვიღაც და მეტყვის რომ წამოდი და ერთად ვიაროთ ინგლისურზე, იმიტომ რომ რაღაცა კარგი კურსი აღმოვაჩინე არაჩვეულებრივ ფასად. ანუ ასეთ ადამიანებს უფრო მეტად უჭირთ საკუთარ თავზე მობილიზება და ძალიან ხშირად მათი მინდები ესე საყვარლად ოცნებებად გადაიქცევიან ხოლმე და მთელი ცხოვრება შეუძლიათ იოცნებონ. თუმცა თუ ამ ადამიანს ან ვინმე ყავს გვერდით, რომელსაც შეუძლია უბიძგოს მას
მიზნისკენ, ან თვითონვე ისწავლის იმ ტექნიკებს და გაიაზრებს, ახლა რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ. ამ ადამიანს ძალიან კარგად შეუძლია ყველაფრის მიღწევა, იმიტომ რომ მისი გონების დიაპაზონი არის ძალიან ფართო. ანუ საკმაოდ კრეატიული, საკმაოდ ფართო მოაზროვნეთა კატეგორია არის ეს. თუმცა მას ჭირდება რაღაცა ჩარჩოებში მოაქციოს ეს მისი დიაპაზონი გონების, ხო? მოდით ნახოთ რა გვიშლის, არა, სანამ ნახავ მე მაინტერესებს თქვენი აზრი. რა გვიშლის ხელს თვითრეალიზებაში? აი ადამიანებს, ხო? რა უშლით ხელს იყვნენ რეალიზებული და იპოვონ თავისი მიზანი დაუშვათ და აღასრულონ ის მისია, რაც ცხოვრებაში დაუსახეს საკუთარ თავს. რა არის ის ფაქტორები, რაც ხელს გვიშლის, როგორ ფიქრობთ? შემთხვევაში შესაძლებლობები, რომლებიც საკუთარ მასზე არ არის დამოკიდებული. მასზე არ არის დამოკიდებული. კი ბატონო, სიზარმაცე? საკუთარი თავის შიში, კიდე საკუთარი ან დაწმებული შესაძლოა შემთხვევაში. ყველაზე დიდი შიში. თავდაუჯერებლობა, ხო? კი ბატონო, კიდევ? მოდით ნახოთ აბა მე რას ვფიქრობ ამ საკითხზე, ხო? პირველი და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შიში, რომელიც ჩვენ ხელს გვიშლის, რომ აი მართლა ავდგე და გადავწყვიტე, რომ რაღაცა მინდა და გადავდგა ნაბიჯი და გავაკეთო ის, რაც მინდა. ეს არის სიახლის, ცვლილების და მოქმედების შიში. ანუ ერთი ესეთი ამბობს ყვები ხოლმე და ცოტა სადისტური კი არის, მაგრამ მაინც უნდა მოგიყვეთ. მოკლედ ბაყაყი ჩასვეს ქვაფში და დადგეს გასქურაზე. დადგეს გასქურაზე და ანთეს და მოკლედ ადუ გათბა წყალი, გათბა, იდუღა და მოიხარშა შენი ბაყაყი. მეორე ბაყაყი ჩასვეს ისევ ქვაფში, დადგეს გასქურაზე ეს ქვაბი და დაასხეს მდუღარე წყალი. რას იზავდა ბაყაყი? მომენტალურად ამოხდა, ხო? ძალიან ხშირად ჩვენ ცხოვრებაში აი ესე იმ პირველი ბაყაყივით თბება, ვეგუებით არ მოგწონს, გაცხელდა, შეგვაწუხა, რაღაცა ხვდებით, რომ ისე ვერ არის, მაგრამ აი ვეგუებით. ანუ კომფორტის ზონა ქვია ამას, როდესაც ადამიანები ეჩვევიან იმას, რაც არ მოწონთ. და საჭიროა ცხოვრებაში რაღაცა მოხდეს რადიკალური, აი კრიზისს რო ვეძახით ჩვენ, ხო, განსაცდელს რო ვეძახით, რომელსაც ცხოვრება რომ მოგვივლენს, მე ვიძახით, რომ აუფ ეს მე რატომ მომივიდა. საბოლოო ჯამში რომ დავაკვირდეთ, თითოეული ასეთი განსაცდელი არის ზუსტად იმისთვის, რომ ჩვენ ამოვხდეთ იმ უკვე გაცხელებული წყლიდან, რომელმაც შეიძლება მოგხარშოს. ანუ გამოვიდეთ კომფორტის ზონიდან. თუმცა არ არის საჭირო ველოდოთ განსაცდელს, ხო ასეა? თუ მე ვხვდები და ვაცნობიერებ, რომ რაღაც არ მომწონს, გამოხვიდე ამ შეგუებლობის სისტემიდან ცოტა რთულია, მაგრამ საკუთარი თავის мотиваცია არის ყველაზე დიდი мотиваცია. როცა ადამიანს აქვს უნარი, რომ თვითონვე გაანალიზოს, რომ იცი რა, მე ამას არ შევეგუები, არ მომწონს ეს და ეს უნდა შევცვალო. აი აქ შემოდის ზუსტად ის პრობლემა, რომ შეცვალო რაღაც ნიშნავს გადადგა ნაბიჯი, ხო? არა და მე არ ვიცი იმ ნაბიჯს რა მოყვება. და ამიტომ არ ვდგავ, იმიტომ რომ მეშინია სიახლის, მეშინია ცვლილების და საერთოდ ცვლილებების შიში არის ზოგადად, როდესაც ადამიანს უბიძგებს სტაგნაციისკენ და როდესაც ადამიანი ვეღარ ვითარდება. აი მაგალითად ძალიან ხშირად მე ჩემი სტუდენტები, როდესაც მეკითხებიან ხოლმე, აი მუშაობენ კარგი ხელფასი აქვთ, პრესტიჟული ორგანიზაცია, თითქოს ყველაფერი კარგად არის, მაგრამ არ არის ეს ამ ადამიანის სამსახური, არ მოწონს ეს სამსახური. მუშაობს 1 წელი, 2 წელი, ბევრი წელი და არც ფიქრობს, რომ დაანებოს თავი და მოძებნოს რაღაც ახალი. რატომ? იმიტომ რომ სტაბილურია, ხო? ხელფასი აქვს და თქვენ კარგად იცით, რომ დღეს ნამდვილად ძალიან რთულია, რომ ესე უცებ ავდგეთ ჩვენ და დავანებოთ სამსახურს თავი და დავიწყოთ რაღაც ახალი. თუმცა როგორც კი ეს ადამიანები აცნობიერებენ, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა შეცვალონ და თუ ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებენ, მთელი ცხოვრება არარეალიზებულები იქნებიან და უკმაყოფილოები იმით, რასაც აკეთებენ, მაშინვე მათი გონება იწყებს კონცენტრირებას, რა შეიძლება იყოს ის სხვა და ახალი. მანამდე მათი გონება იწყებს ფიქრს იმაზე, რატომ არ უნდა მოსწონდეს ეს სამსახური და მართლაც რომ ძალიან მოსაწყენია რა, ყოველდღე წახვიდე და მოხვიდე და აკეთო საქმე, რომელიც არ გიყვარს, ხო? და თქვენ წარმოიდგინეთ, აი ჩემი პრაქტიკული გამოცდილებიდან გამომდინარე, სადღაც 80% იმ ადამიანების, რომლებიც იწყებენ ფიქრს, რა შეცვალონ და როგორ, პოულობენ ახალ სამსახურს.
ერთადერთი შემთხვევა მქონდა, როდესაც ჩემმა ერთ-ერთმა სტუდენტმა აი ესე შუაგზაში ადგა და დაანება სამსახურს თავი. კინაღამ გული გამისკდა. სულ ვამბობ ამას, იმიტომ რომ როგორც წესი მე ვურჩევ რომ არ არის აუცილებელი ხა, როცა ვალდებულებები გაქვს, როცა ოჯახი გაქვს, არ არის აუცილებელი რომ всё აღარ მომწონს და წამოხვიდე სახლში, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენი თავი ასე არ გვეკუთვნის, ხო, რომ ბოლომდე ვიქონდეს გაანალიზებული, ჩვენ სურვილებზე ვიყოთ დამოკიდებული. და ამ შემთხვევაში და სულ ვეუბნები ხოლმე ვურჩევ რომ იცი რა იყავი იქ ოღონდ ეძებე ახალი. ანუ შესაძლებლობებს ნუ გაუშვებ. კონდეს შენ უკვე გეგმაში რომ უნდა შეცვალო ეს სამსახური, უნდა შეცვალო შენი პროფესია, უნდა რაღაცა ახალი გამოწვევები მიიღო და გამოგივიდეს ეს ამას ვამბობ და ამ შემთხვევაში ნუ ვერ მოითმინა მოკლედ ამ გოგონამ და წამოვიდა სამსახურიდან და აი ძალიან ვინერვიულე. თუმცა მინდა გითხრათ რომ მიუხედავად იმისა რომ რამოდენიმე თვე დასჭირდა რომ სახლში ყოფილიყო და არაფერი არ ეკეთებინა და თვითონაც უკვე აი ესე იყო ხო, ნუ რაღაც მოლოდინის რეჟიმში, მაინც მოხდა ისე რომ იპოვა სამსახური და დღეს მუშაობს ძალიან კარგ ორგანიზაციაში და არის ბედნიერი. რატომ იცით? იმუშაო სადღაც იმისთვის რომ კონდეს შემოსავალი, ეს არის შენი როგორ გითხრა, მოცემულობა, რომელსაც ვერ გავექცევით. თუმცა თუ შენ მუშაობ სადღაც და აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს, ეს არის უკვე ბედნიერება. იმიტომ რომ ის შემოსავალიც ბედნიერება არის და ის სამსახურში მისვლაც და მოსვლაც. აი კონფუცის სიტყვებია, იცით ალბათ ყველამ ძალიან კარგად, რომ ადამიანი, რომელსაც უყვარს მისი საქმე, არ მუშაობს. თუ გინდა რომ არ იმუშაო არც ერთი დღე, მოძებნე საქმე, რომელიც გიყვარს და აკეთე ის, ხო? მეგონი მე ყველაზე უსაქმური ადამიანი ვარ ამ სამყაროში, იმიტომ რომ ვგიჟდები, ისე მიყვარს ჩემი საქმე. ეხლა რაც შეეხება შემდეგს, ნახეთ, შემდეგ ეს არის პასუხისმგებლობის შიში. აი ჩვენ თავიდან რომ დავიწყეთ საუბარი, ვახსენეთ ასეთი რამ, რომ ადამიანები აი ფეხით მოსიარულეები განსაკუთრებით ცდილობენ რომ მიზანს მიაღწიონ თავისით და ეს არის ძალიან კარგი. თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდება. რატომ იცით? იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ადამიანებს ან სიტუაციებს, რომელიც გაამართლებს ჩვენს წარუმატებლობას. რატომ? იმიტომ რომ იმისათვის რომ შენ საკუთარი თავი მოგეწონოს და კმაყოფილი იყო საკუთარი თავით, ყველაზე არასწორი, მაგრამ ყველაზე ხშირი გზა არის მოვძებნოთ სხვები, ვინც არიან დამნაშავეები ჩვენს წარუმატებლობაში. ეს არის პასუხისმგებლობის შიში. აი რამდენ თქვენგანს უფიქრია და აი ესე გულწრფელად თქვენთვის მენუმეტყვი თუ გინდათ, უფიქრია რომ გამოცდა რომ ვერ ჩააბარა, აუ ცოტა მეტი უნდა მემეცადინა რა, ჩემი ბრალია. და რამდენ თქვენგანს უფიქრია რომ აუ ის დამხვდა, ის თარსია ის ლექტორი და ან კიდე აუ ის ბილეთი არ შემხვდა და აუ მარცხენა ფეხზე ავდექი ეტყობა დღეს და კატამ გადამირბინა და 1000 რაღაცა, ხო? ძალიან ბევრს, იმიტომ რომ ადამიანებს ურჩევნიათ დააბრალონ ის რომ ვერ ჩააბარეს გამოცდა რაღაცა გარემო ფაქტორებს, რომლებიც იმდენია უამრავი ყოველდღიურად, ხო? ვიდრე თქვა რომ იცი რა, მე რომ უფრო მეტი გამეკეთებინა, მე ამას აუცილებლად გავაკეთებდი და ჩავაბარებდი ამ გამოცდას, ხო? აღმოჩნდა რომ სტუდენტების 92%-მა თქვა რომ იყო სხვისი ბრალი. როდესაც ეს გამოკითხვა ჩატარდა. და მხოლოდ 8% აღმოჩნდა, სავარაუდოდ ეს ფეხით მოსიარულეები იქნებიან ალბათ. მხოლოდ 8% აღმოჩნდა, რომელმაც თქვა რომ იცი რა, არ ვიმეცადინე ისე როგორც უნდა მემეცადინა და ჩემი ბრალია. რატომ არის კარგი თქვენი აზრით ეს, როცა აცნობიერებ რომ შენი ბრალია თუ რაღაცას ვერ აღწევ ცხოვრებაში. როგორ ფიქრობთ? პრობლემის რეალური სათაური ის. პრობლემა იცი. რატომ? იმიტომ რომ აი მოდით ესე ვთქვათ, როცა რაღაცა გტკივა, რაღაცის თქმა გინდა მითხარი? ძალიან ბევრი შესაძლებლობა არსებობს, როდესაც შენ შედეგი ვერ მიიღე, ესე იგი შენ ყველა გამოიყენე სათანადოდ. რა თქმა უნდა. და როდის ვერ გამოიყენე სათანადოდ, იმიტომ რომ ყველა შედეგზე გაქვს პასუხი, რომ იმის ბრალია, რა ვიცი, იმ ქვეყანაში არ გავჩნდი. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველაზე მარტივი გამართლებები, რასაც ადამიანები საკუთარ თავს ვატყუებთ. საერთოდ ერთი რამ მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ძალიან ბევრს ვიტყუებით. რაც არ უნდა მართალი იყოს ადამიანი, ზოგადად სიმართლის მოყვარული, სოციალური ბარიერის მოხსნისთვის და თვითგადარჩენისთვის აღმოჩნდა, რომ ადამიანი დღეში სადღაც 200-ჯერ იტყუება. კაცებიო კიდე იმასაც ამბობენ, 7-ჯერ მეტად იტყუებიან, ხო ეს უკვე აღარ ვიცი სიმართლე გითხრათ. ოღონდ ეს როგორი ტყუილებია, იცი რომ
აი მაგალითად რო გითხავენ როგორ ხარ და რა ვიცი აბა, ახლა როგორ არიცი როგორ ხარ ხო დაუშვათ. ან დედა რა კარგად გამოიყურები, ამ დროს საერთოდ ვერც დააფიქსირე რა აცვია, გუშინ უფრო კარგად გამოიყურებოდა თუ დღეს, მაგრამ აი ეუბნები ხო, იმიტომ რომ რაღაც ეს სოციალური ბარიერი გინდა მოხსნა, ეს ჩვეულებრივი ამბავია. და ნახეთ რა არის ყველაზე უცნაური, რომ ადამიანი აღმოჩნდა, რომ საკუთარ თავს ყველაზე მეტად, ყველაზე ხშირად ატყუებს. იმიტომ რომ თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩემი ბრალი არ არის და ვეძებ დამნაშავეებს იმაში, რომ მე გამოცა ვერ ჩავაბარე, რა არის თუ არა თავის მოტყუება, ხო? სინამდვილეში რაშია საქმე, იცით რომ პასუხისმგებლობის შიში თუ დაძლია ადამიანმა, ეს არის ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია თვითონ აკონტროლოს თავისი ცხოვრება. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც ჩვენ თავიდან რითიც დავიწყეთ, ნახეთ, რომელიც თუ გადაწყვეტს, რომ უნდა რაღაცას მიაღწიოს, კი არ ეძებს, როდის მისცემს ცხოვრება დაუშვათ პლატფორმას, რომ აჰა შენ ეხა გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე დაუშვათ, ხო? არა, ის თვითონ ეძებს სიტუაციებში, სად არის მისი შესაძლებლობა, რომელ სიტუაციაში შეიძლება გამოიყენოს ის, რაც მას ჭირდება. აი ძალიან ხშირად ვსვავ ხოლმე ესეთ შეკითხვას, თქვენც მინდა რომ დაგისვათ. სწორ დროს, სწორ ადგილას აღმოჩენა, რას ნიშნავს? გამართლება. და როგორ ფიქრობთ, რამდენად ხშირად ხართ სწორ დროს, სწორ ადგილას? ბევრჯერ, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება ვერ ხვდებოდეთ. ოპ, აი აქ ვართ ზუსტად. ადამიანები, რომლებსაც პასუხისმგებლობის შიში არ აქვთ, ისინი თვითონ ქმნიან სწორ დროს და სწორ ადგილას. ეხლა შეიძლება თქვენ შემეკამათოთ და უნდა შემეკამათოთ და იფიქროთ, რომ აი რატომ ხო შეიძლება იქ ვიღაცა რო იქ აღმოჩნდა და უცებ რაღაცა რომ მოხდა. და კითხვას დაგისვავთ მე, იმ ვიღაცის გარდა რამდენი ადამიანი იყო იქ? აი მარტივ მაგალითს გეტყვით, მოკლედ ჩემი ერთ-ერთი სტუდენტი მიყვება ესეთ ამბავს, რომ აიო მეო მაგალითათო თუ არ არსებობს სწორი დრო და სწორი ადგილიო, ვიყავი კონფერენციაზეო. ხო და სიგარეტის მოსაწევად რო გავედიო, დამხვდაო ერთ-ერთი რაღაცა ძალიან სერიოზული საერთაშორისო კომპანიის დირექტორიო, ისიც ეწეოდა სიგარეტსო. კონფერენციის შესვენებაზეა საუბარი. ვისაუბრეთო და ამ ადამიანმა შემომთავაზა სამსახური და დღეს მუშაობს იმ სამსახურში. ანუ იმ შევცვალე სამსახურიო და აი ესო არ არისო, სწორი დრო და სწორი ადგილიაო. ხა მე თქვენ გეკითხებით, იმ კონფერენციაზე ამ ტიპთან ერთად რამდენმა ადამიანმა მოწია სიგარეტი? ალბათ ნახევარმა, წეველების ნახევარმა, იმიტომ რომ ყველა ჯერზე გადიოდა ესეც და გადიოდა სხვები. რატომ აირჩიეს მაინც ეს? იმიტომ რომ თავი წარმოადგენდა. ანუ ვიზე ყოფილა დამოკიდებული სწორი დრო და სწორი ადგილი? ყველა ადამიანი თვითონ თავის ბედს და თავის უბედობას. კარგი ბიჭი ხარ შენ ძალიან. იმიტომ რომ ნამდვილად ასეა. სხვაშორის ეგეთი ბედს შემიძლია. აბა მოყევი? ანუ სპორტდარბაზში დავდიოდი და სპორტდარბაზში როცა დავდიოდი, შეხვდი ნიუ-იორკი დაიწყო ჩამოსული პიროვნება. აჰა. და ამ პიროვნება გავიცანი რაღაცა, ჩინეთში დამბარდიშა, თავის ხარჯებით ყველა ამიყვანა, ბიზნესი გამართო, ჩინეთი დამათვალიერებინა. დედა ეგ ყოფილა კაცი პიროვნება, კაცი. ინტერესობით ეხლა მაგარ პიროვნებას არ ვარ, მაგრამ ჩემი თვალსაჩინო ჩემ რაღაცებს. ხო, მაგრამ შენთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო, ხო? ჩინეთში რომ წაყვავ, გამოცდილება რომ არ მიიღო შანსი არ. ხო, რა თქმა უნდა, გეთანხმები აბსოლუტურად. ხო, ანუ ესეც ხო ის შემთხვევაა, როდესაც ვიღაცამ შეიძლება ადგეს და თქვას, რომ უფ, ეხა იმას უბრალოდ გაუმართლა სწორ დროს და სწორ ადგილას აღმოჩნდაო, მაგრამ შენ რო არ გამოგიყენებინა ეს შანსი. ხო, ეს ხო არ იქნებოდა სწორი დრო და სწორი ადგილი. ამიტომ, აი თუნდაც ის რომ თქვენ აქ სხედხართ ახლა, აი ამ მოცემულ მომენტში. თუ თქვენ ამ ყველაფერს გამოიყენებთ და მე ამის გამოცდილება ძალიან დიდი მაქვს, დღეს რაზეც ვისაუბრებთ, მე ხვდებიან ადამიანები და მეუბნებიან, აი დავიწყე იმ მეთოდით და მაჩვენებენ კიდევაც როეულებს, რომ ეს შემისრულდა, ეს გავაპლიუსე და ეს ბუნებრივია. რატომ? იმიტომ რომ ამას წინათ მქონდა ერთი მასტერკლასი 100 კაცი იყო. და იმ 100 კაციდან მე არ ვიცი ხო სხვებთან ესე არ მქონია, მაგრამ ერთი ზუსტად ვიცი რომ ამას აკეთებს. ხო შეიძლება იმ ადამიანმა თქვას რომ იცი რა მე სწორ დროს აღმოჩნდი სწორ ადგილას ნათია გოცაძის მასტერკლასზე PR აკადემიაში. მაგრამ მის გარდა იქ 99 კაცი იყო. და მე არ ვიცი შეიძლება ისინიც იყენებენ ამას. ამ ადამიანმა გამოიყენა ეს. რატომ? იმიტომ რომ აიღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ეს შეუძლიათ მარტო ძლიერ ადამიანებს, ხო? ანუ ადამიანებს, რომლებსაც აი მართლა არ ეშინიათ შეცდომა, იყოს ჩემი შეცდომა.
ვინ არის უშეცდომა, ხო? ან რატომ უნდა დავუშვა, რატომ უნდა ვიცხოვროთ ისე, რომ შეცდომა არ დავუშვათ. ეს ხო გამორიცხულია, მაგრამ მე როდესაც ვიცი, რომ ეს ჩემი შეცდომაა და მე არ ვეძებ დამნაშავეებს ამ ჩემ შეცდომაში, მე ამ შეცდომის გამოსწორებისაც არ მეშინია და რაც თავარია, ეს შეცდომა ჩემ თავდაჯერებულობას ვერაფერს ვერ აკლებს. იმიტომ რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება და მე მივიღე ეს გადაწყვეტილება. მე რა რომ ცდარი იყო, რომ არ მიმეღო და რო არ გადამედგა ნაბიჯი, ვერასოდეს ვერ გავიგებდი, სწორი იყო თუ არ იყო სწორი, ხო? და საბოლოო ჯამში ეს წარმატება რა არის, ხო? ბევრი მარცხი ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე. ამიტომ გადადგით ნაბიჯები. ყოველთვის გადადგით ნაბიჯები. და იცოდეთ, რომ შეიძლება ეს ნაბიჯი არ იყოს სწორი, მაგრამ ეს თქვენი ნაბიჯი იქნება. ეს არ იქნება სხვისი ნაბიჯი თქვენს მაგივრად და თქვენ მაინც გეყვარებათ ის მარცხი. იმიტომ რომ გეცოდინებათ, რომ ეს არის გამოცდილება, რომელიც თქვენ მიიღეთ თქვენივე გადაწყვეტილებით. და თქვენი თავდაჯერებულობისთვის ეს ძალიან კარგი იქნება ყოველთვის. შემდეგი ნახეთ, ეს არის გადაჭარბებული მონდომება. გადაჭარბებული მონდომება, თქვენ როგორ გესმით, რას უნდა ნიშნავდეს ეს ტერმინი? რა არის გადაჭარბებული მონდომება? რა კითხვის, რაც ჩვენ შესაძლებლობებს აღემატება. თუნდაც დაიწყებს თამაშს და ზედმეტად როლში რო შევა. ზედმეტად რო ითამაშოს. შეიძლება ასეც ითქვას. თუმცა ნახეთ რა არის ძალიან ხშირად ჩვენ ისე გვინდა რაღაც, რომ ეს სურვილი მართავს ჩვენ ცხოვრებას. აი მაგალითად მე ვიცი ადამიანები, რომლებიც როდესაც აირჩევენ რაღაცა სურვილს, აი ეს არის ადამიანი, ხო? არჩევა თუ არჩევება. აი, ზუსტად, აიჩემებენ რაღაცა სურვილს, ვერაფერს ვეღარ ხედავენ მის გარშემო. აი მაგალითად თუ ადამიანს უნდა რომ, არ ვიცი, აი თქვენ მითხარით რაღაცა რომელიმე სურვილი. მიზანი. სამსახურის გამოცვლა. ანუ ადამიანს უნდა სამსახურის გამოცვლა. მას იმდენად უნდა, ოღონდ ასეთ მოცემულობას იშვიათად აყენებს ვინმე, მას იმდენად არ უნდა ეს სამსახური, მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება, რომ ყოველ წუთას ეჯახება პრობლემებს, რომ არ უნდა უნდოდეს ეს სამსახური. ანუ დადასტურებებს, ხო? და ნაცვლად იმისა, რომ იფიქროს როგორ შეცვალოს და გავიდეს მეორე გარსში და როგორ გამოიყენოს სხვა შესაძლებლობები, ყველაფერზე არის მთლიანად კონცენტრირებული აი ამ სამსახურის თემაზე. შესაბამისად ეს ადამიანი თუნდაც უნდოდეს ახალი სამსახური, მოდით ესე ვთქვათ, ხო? მუდმივად შეიძლება იყოს იმ საიტებზე ჩასაფრებული, რომელიც ახალი ვაკანსიის შესაძლებლობას იძლევა, ხო? შეიძლება მუდმივად ფიქრობდეს და რაღაცა აკეთებდეს ფოკუსირებას ისეთ, ანუ მასტერკლასებს ირჩევდეს ან იმას, რომელიც მას გონია, რომ მარტო ამ სამსახურისთვის, ანუ იმ სამსახურისთვის, ანუ უკეთესი სამსახურისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამის ფონზე ის კარგავს რაღაცა პირადი ინტერესები, რა შეიძლება ქონდეს ცხოვრებაში, მეგობრებთან, ჯანმრთელობა, ანუ სტრესულ მდგომარეობაშია, ხო? და ერთადერთი საშუალება, როდესაც ადამიანი ასე არის ფოკუსირებული თავის მიზანზე, არის ის, რომ მას დაანახო მეორე გარსი, რომ დაუშვათ და არ გაქვს ეს სამსახური. რა შეიძლება მოხდეს სასიკეთო შენ ცხოვრებაში, თუნდაც აი ამ მოცემული სამსახურის პირობებში. ის რომ დაუშვათ გაქვს მეტი თავისუფალი დრო, ან გექნება მეტი თავისუფალი დრო. ის რომ უკვე იცნობ დაუშვათ იმ გარემოს, იმ საქმეს და იმ კოლეგებს, სადაც ხარ, ანუ რისი თქმა მინდა, ბევრი არის ასეთი, რისი თქმა მინდა, იცით რომ მეორე გარსი აქვს ყველაფერს. აი მე ვიცი ადამიანები, რომლებსაც არ ყოლიათ, ანუ შვილი არ ყავთ და არიან ძალიან ფოკუსირებულები, რომ ძალიან უნდათ შვილი. შემდეგ ხდება ისე, რომ აიყვანენ ბავშვს, ან რაღაცა მსგავსი მოხდება და შემდეგ უჩნდებათ შვილი. იცით რამდენი შემთხვევაა ასეთი? რატო ხდება თქვენი აზრით ეს? იმიტომ რომ მოეშვა. მისი გონება მოეშვა. ანუ აღარ ფიქრო, სტრესში აღარ არის დრო. სტრესში, როგორც კი გონება სტრესშია და სხეულით სტრესშია, იქ მიზნის მიღწევა ძალიან რთულია. მე მქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ძალიან კარგი ადამიანი იყო ჩემთან ტრენინგებზე, რომელსაც პათოლოგიური შიში ჰქონდა სამსახურის დაკარგვის. რატომ? იმიტომ რომ მას ჰქონდა ну, საკმაოდ დიდი ფინანსური ვალდებულება ოჯახის წინაშე და საკმაოდ ისეთი ოჯახი, ანუ მისი მასზე დამოკიდებული ოჯახი, ხო?
და მოხდა ისე რომ ეს ადამიანი იმიტომ რომ სამსახური არ დაეკარგა და იმიტომ რომ ეშინოდა რომ სამსახურს დაკარგავდა დღე და ღამე იყო სამსახურში. სულ ქონდა პრობლემები თანამშრომლებთან, იმიტომ რომ ყველაში ხედავდა კონკურენტს და წარმოსახვარი საშინელი რამ მინდა გითხრათ, იმიტომ რომ არასოდეს კარგს არ გაფიქრებინებს და რამდენი ორი კაცი ლაპარაკობდა იმ სამსახურში, ამას ეჩვენებოდა რომ ჩემზე ლაპარაკობენ, აი რაღაცა მახეს მიგებენ, იქ უფროსთან რაღაცებს, მოკედ სერიოზულ სტრესში იყო. ფიქრობ მიიყვანა ფსიქოლოგიურ აშლილობას. მოიყვანა ჩემთან. მეგობრებთან კონტაქტს ვერ ახერხებდა, ჯანმრთელობაზე ვერ ზრუნავდა, ოჯახში იყო მონსტრი, მოდი ესე ვთქვათ. და მოხდა ისე, რომ რაღაც გარკვეული მეთოდებით მე ამ ადამიანს დავანახე, რომ დაკარგა სამსახური. ანუ დაკარგა, აღარ მუშაობს. და როგორც კი მან გააცნობიერა, იმიტომ რომ ეს მეთოდია მოემზადეთ ყველაზე უარესისთვის. ნახეთ, მე რომ რაღაცის მეშინია და თქვენც რომ რაღაცის გეშინიათ, მოდით უკუღმიდან წამოვიდეთ და ვთქვათ რომ მოხდა ეს, რისიც მეშინია. და ნახეთ რა მოხდა, როგორც კი ამ ადამიანმა გააცნობიერა, რომ დაკარგა სამსახური, მაშინვე დაინახა მეორე გარსი. ანუ მაშინვე დაინახა, რომ რო დაკარგა სამსახური, უკვე ძალიან დიდი დრო აქვს, რომ თავის ოჯახში, სადაც ბავშვებთან კონტაქტი საერთოდ ვეღარ ქონდა, დაბრუნდეს ოჯახში და იყოს კარგი მამა დაუშვათ, ხო? როგორც კი დაინახა, რომ სამსახურის დაკარგვის აღარ ეშინია, უკვე საერთოდ აღარ აინტერესებდა, რას ფიქრობდნენ მისი თანამშრომლები მასზე. და მოეშვა. ანუ აღარ აუყურებდა ვინ რას ფიქრობს, ვინ როგორ გამომხედა, აბა ვინ როგორ მიყურებს, ხო? ეს ძალიან დამთრგუნველია და ამერწმუნეთ, ალბათ გექნებათ ასეთი შემთხვევები ცხოვრებაში. როგორც კი მან დაინახა, რომ იცი რა, სამსახურის თემა აღარ არის მნიშვნელოვანი, გადაწყვიტა და დაიწყო ფიქრი იმაზე, რომ შეიძლება ჯანმრთელობას მიხედოს, ხო? მეგობრებს მიხედოს, ანუ მეგობრებთან იყოს. მოგეთ, მისი ცხოვრება, რო არის მისი ცხოვრება და არა სამსახური, ეს დაინახა ამ ადამიანმა. და როდესაც მე ვუთხარ, რომ არ დაუკარგავს სამსახური, კაცო, იქაც მუშაობს თან, მაგრამ ეს ყველაფერი ახლად შეუძლია გააკეთოს, ეს ადამიანი იყო ბედნიერი. ანუ ყოველთვის წარმატებისკენ რომ მიდიხარ, რაღაც მიზნისკენ რომ მიდიხარ, უარესის უნდა შეგუოს შენი ფსიქოლოგია და ნახე როგორ არის, შეგუარა. უბრალოდ მოდი როგორ ვთქვათ, იცი, შენ მოემზადე უარესისთვის. აი მოემზადე, რომ იცი რა, მინდა რომ ჩავაბარო, აი ძალიან მინდა რომ რაღაცა ტესტია თუ რაღაცა პროგრამა არის და ეს ჩავაბარო, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის პერსპექტივა, რომ ამერიკაში ვისწავლო ან სადღაც ევროპაში, ხო? და იმდენად მინდა მე ეს ყველაფერი, რომ არც აქ ვსწავლობ. არც საჭმელს წესი არ და არც ანუ ვიკეტები რა, აი აქ ვარ, ამ წრეში ვარ, ხო? და შენ თავს უბიძგებ, რომ იცი რა, ვერ ჩააბარე. და რა ხდება მერე? ცხოვრება ხო არ მთავრდება? და დაანახებ შენ თავს, რომ თურმე არ არის ეს ამოსავალი წერტილი, ამის იქითაც შეიძლება რაღაცები აკეთო. ამიტომ ყოველთვის, ყველა სიტუაციაში, რაც არ უნდა ძალიან გინდოდეთ რაღაც, ნუ მისცემთ ამ რაღაცას საშუალებას, რომ გმართოთ თქვენ. თქვენ მართეთ. აი ადამიანებს, რომლებსაც პასუხისმგებლობის შიში არ აქვთ საკუთარ ქმედებაზე, ეს იშვიათად ემართებათ, იმიტომ რომ მათ იციან, რომ არც ერთი მინდამ არ ღირს იმათ, რომ მე მართოს, ხო, მე უნდა ვმართო. შეიძლება იყოს სტატისტიკა ასეთი ადამიანი. ბევრი არა. მოდი რას გეტყვი, თქვენ თაობას, ხო, ძალიან გაუმართლა, მინდა გითხრა, იმიტომ რომ თქვენ ასე არიზდებით, მაგრამ აი ჩემი თაობა მაგალითად უმეტესად ჩემი თაობის წარმომადგენლები გავიზარდეთ ასე. ჩვენ გვირჩევდნენ რა უნდა ჩაგვეცვა. ნუ ჩვენ ზოგადად თორე ხა ყველა ერთნაირად არიზდება და ყველა ერთნაირი სისტემა ზოგადად ვამბობ, ხო? რა უნდა ჩაიცვა, სად უნდა ისწავლო, ვისთან იმეგობრო, ვისთან არ იმეგობრო, ვინ შეგიყვარდეს, ვინ მოიყვანო ცოლად, ვის გაყვე, რომელი ინსტიტუტი აირჩიო, რა პროფესიაა დღეს პოპულარული და მისაღები და ასე შემდეგ და ნახე უცებ ჩვენი ერთ დღეს ეს ამ ადამიანს შენ რომ მოთხოვ რომ მოდი ხე შენ გადაწყვიტე. რა აკეთო ცხოვრებაში? როგორ უნდა გადაწყვიტოს? შეგუება არ ხდებოდა მანამდე. ხო, ანუ აქედან გამომდინარე, ეს პასუხისმგებლობის შიში გავრცელებული შიშია. ხო, ზოგადად, იმიტომ რომ დღესაც ბევრი ასე ცხოვრობს და ბევრს აქვს ასეთი მიდგომა, ხო, აღზრდისადმი, რომ მშობელი უსაზღვრავს. მშობელმა უნდა გაგისაზღვროს. უნდა მოქცეს რჩევა, მაგრამ შენ უნდა გადაწყვიტო. ეს უნდა იყოს შენი გადაწყვეტილება.
რა თქმა უნდა იმ რჩევების გათვალისწინებით, რასაც მშობელი გაძლევს, თუ მშობელი აუცილებლად გირჩევს იმას, რომ ჩვენთვის ძალიან კარგია. მაგრამ როდესაც პირდაპირ მითითებაზეა საუბარი, ორ რაღაცას ვაწყდებით. ან ბავშვი ეთანხმება მშობელს და აკეთებს იმას, რაც მას არ უნდა, ან ეწინააღმდეგება და ასევე აკეთებს, რაც მას არ უნდა. იმიტომ რომ აკეთებს იმას, რაც მშობელს არ უნდა. ამიტომ იმისათვის, რომ ბავშვმა გაიაზროს მართლა რა უნდა ცხოვრებაში და რა პროფესია უნდა აირჩიოს და ვაფშე რა არის ის, რის იკეთებაც უნდა, არის ის, რომ შენ მისცე რჩევა შესთავაზო ვარიანტები, ხო? რა შეიძლება იყოს მისთვის საინტერესო და მე თვითონ მან გააკეთოს, რა თქმა უნდა. და მე მან გააკეთოს არჩევანი, ხო? და ბოლოს ეს არის წარუმატებლობის შიში. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე გავრცელებული შიში ყოფილა ვაიმე რომ არ გამომივიდეს. როგორ ფიქრობთ, რატო გვეშინია ამის ასე ძალიან? რა სიტყვიან სხვები? დედა რო თქვან რომ ეს ამისგან არაფერი არ გამოვა და ხედავ არაფერი არ გამოდის. ანუ წარუმატებლობის შიშს თან ახლავს არაღიარების შიში, არ მოწონების შიში. ანუ მე თუ რაღაცა ვცადე და არ გამომივიდა და თქვენ იფიქრებთ რომ მე ზოგადად სუსტი ვარ და რაღაცები არ გამომდის, ეს მე მიბიძგებს იმ კომპლექსისკენ, რომ არ მოვწონ ვარ ადამიანებს, ან ჩემი არაღიარებულობა, ჩემი ასე ვთქვათ, თვითშეფასება არ არის უკვე ძალიან ზარალდება, ხო? იმიტომ რომ ნახეთ როგორი მომენტია, როდესაც ადამიანები დგავენ ნაბიჯს, ორი კატეგორია არსებობს ადამიანების. ერთი, რომელმაც გადადგა ნაბიჯი და გააზრებული აქვს, ნახე, იცის რა, რომ შეიძლება არ გამომივიდეს რაღაცა. ანუ ეს არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ მე გადავდგავ ნაბიჯს, მაგრამ შეიძლება ვერ მოვიგო. და არის მეორე კატეგორია, რომელიც დგავს ნაბიჯს და ფიქრობს, რომ მე ვდგავ ნაბიჯს, მაგრამ შეიძლება წავაგო. ეხლა მითხარით განსხვავება ამ ორ მოცემულობას შორის. ერთი ფიქრობს, რომ ვერ მოვიგო, მეორე ფიქრობს, რომ წავაგო. ანუ მაგის პრინციპში შიშებსაც ძლევს. გააზრებული აქვს, რომ შეიძლება იდაც კინეთის ნაწილში ვახსენე. ის შენი ნაბიჯი იქნება, შენი შეცდომა იქნება და უფრო კარგად გასწავლო. მარცხის უფლება მაქვს, ეს იქნება ჩემთვის გაკვეთილი. გააკეთა ტვინში და გონებაში. და მეორე კატეგორია, რომელიც ფიქრობს, რომ წააგებს ის რა დღეშია, ნახეთ, ის, აი მე როდესაც ვფიქრობ, რომ მე ასე ვცხოვრობ, რა, ვიღებ გადაწყვეტილებებს და გადაწყვეტილებებს და მომყავს სისრულეში. ოღონდ ნამდვილად არ მაქვს იმის ამბიცია, რომ ხა რასაც მე გადავწყვეტ და რა ნაბიჯსაც გადავდგო, არიქა ეხა რა ქვია, დაფნის გვირგვინს დამადგავს ყველა თავზე. არის რაღაც გადაწყვეტილებები, რომლებიც უბრალოდ ჩემთვის მარცხი გაკვეთილებად მიმიღია, ხო? შესაბამისად, თავარი რა არის, იცი, როდესაც შენ გააზრებული გაქვს, რომ შეიძლება ვერ მოიგო, შენ რო გადადგი ეს ნაბიჯი და ვერ მოიგე. შენ დგავ უკან ამ ნაბიჯს და ხარ ისევ ის ნათია გოცაძე, ვიდრე ნაბიჯის გადადგმამდე. მაგრამ თუ მე გადავდგი ნაბიჯი და მეშინია რომ წავაგებ და მართლა წავაგებ, მე ისევ იქ ვერ ვდგები. მე ერთი ნაბიჯით უკან მივდივარ. რატო? იმიტომ რომ ჩემი თავდაჯერებულობა დაზარალდა. და მე უნდა აღვიდგინო, მინიმუმ კიდევ ერთი რაღაცა უნდა მოხდეს ჩემ ცხოვრებაში, რომ დამიბრუნდეს თვითშეფასება. და დავდგე იმ ადგილას, სადაც მანამდე ვიდექ. აი, გასაუბრებაზე როდესაც მიდიხართ, თუ ყოფილხართ, არ ვიცი. ყოფილხართ გასაუბრებაზე? აი, როდესაც ბავშვები მიდიან ხოლმე გასაუბრებაზე, აქვთ ეს განსაუ, მაინც არ ამიყვანენ. არ ამიყვანენ, ხო? ან ვაიმე რო არ ამიყვანონ, დაუშვათ და ძალიან მინდა ეხლა რომ აქ დაიგიჟდები ამ კომპანიას და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ აქ მუშაობას. მივიდა, ჩაატარა გასაუბრება და ის მეორე გასაუბრებაზე აღარ მიდის, იცით თქვენ? ძალიან უჭირს, აი ძალიან უჭირს და დიდი мотиваცია ჭირდება, რომ იქ რო ვერ გაიარა კარგად გასაუბრება და თქვენი თავით წარმოიდგინეთ და გაიხსენეთ თუ ქონიათ ასეთი მომენტი. მე ძალიან დიდი დრო ჭირდება ამ ბავშვს, რომ მეორე გასაუბრებაზე მივიდეს. ოღონდ თუ ის ამ გასაუბრებაზე მიდის, როგორი განწყობით, იცით და ჩემთან რომ მოდიან ხოლმე ჩემი ბავშვები, ყოველთვის თუ გასაუბრება აქვს, როგორც წესი არ მირეკავენ, ან მოდიან და სულ ვეუბნები ხოლმე, რომ მიდი, იმიტომ რომ მიიღო ახალი გამოცდილება. თუ არ აგიყვანენ, შენ ხო ხარ, კაცო, მუშაობ, არ მუშაობ, ახლა როგორიც ხარ, ხო ასეთი იქნები, არავინ არ შეგცვლის, რაღაცას ხო არ გაგიკეთებენ იქ იმ გასაუბრებაზე. ამიტომ მოდი მიდი შენ ამ გასაუბრებაზე და მიიღე გამოცდილება. იყოს და ეს იყოს შენთვის კიდევ ერთი გამოცდილება, რომ შემდეგ გასაუბრებაზე უფრო მომზადებული წახვიდე. ნახეთ,
მიხვდით ხო პრინციპს? ამიტომ ასეთი ადამიანი არასოდეს არ კარგავს თავდაჯერებულობას და მისთვის ეს გასაუბრება თუნდაც რომ არ აიყვანონ სამსახურში. მარცხი კი არ არის და წარუმატებლობა. ეს არის გაკვეთილი. ხო? მე რაღაც ცუდი პრეზიდენტ არ ამოყანეს, თან რამე ვეპი სხვა კომპანიიდან მირეკავენ, უფრო ვცდილობ რომ წავიდე, იმიტომ რომ მას მომცა ძალიან ბევრი იმ კომპანიის HR-მა და ისწავლე. იმიტომ რომ შენთვის ეს არ შემდგარი ასე ვთქვათ, ანუ უშედეგო მოდი ესე ვთქვათ, ხო? მაინც არ არის უშედეგო, იმიტომ რომ შენ მიიღე გაკვეთილი. და ცხოვრება ასეთ გაკვეთილებს ბავშვებო რითიც დავიწყეთ. ძალიან ბევრს გვაძლევს. უბრალოდ ჩვენ მათი გამოყენება ან შეგვიძლია, ან არ შეგვიძლია. თითოეული ეს გაკვეთილი ან ჩვენ სასარგებლოდ მუშაობს, ან ჩვენ საწინააღმდეგოდ, ხო? რა არის მიზანი? როგორ გესმით? ისაც გვინდა? კიდე? წარმატების ფორმა, ასე ვთქვათ, ხო რაღაც. მოდით ესეთი კითხვა მინდა მე თქვენ დაგისვათ. კი არა და უბრალოდ ამბავი მინდა მოგიყვეთ. მაგრამ ჯერ კითხვით დავიწყებ მაინც. აი თქვენი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? იმისათვის რომ ჩამოყალიბდეთ და გქონდეს მიზანი. რაღაც მისწრაფება. ანუ ყველაზე მთავარი ამ პროცესში არის მინიმუმ გავიგოთ რა გვინდა, ხო ასეა? და ყველაზე რთული. ერთი ამბავი მინდა მოგიყვეთ, მოკლედ იყო და არა იყო რა. იყო ერთი კაცი, რომელიც თურმე ძალიან კარგად ისროდა შულდოსანი იყო, მოკლედ და სულ რამდენჯერაც გადაწყვეტდა, რომ თავისი თავი წარმოეჩინა, არ ტყავდა მიზანში შუაგულში რა. ნუ 10-დან 9-ჯერ მაინც ასე იყო რა. მოკლედ მიდის ეს კაცი სახლში თუ სადღაც და უნდა გზად გაევლო ტყე. შევიდა ამ ტყეში და ხედავს, რომ ყველა ხეზე გამოხატულია სამიზნე და ყველა ხეზე ის არის გარჭობილია 10-იანში. ანუ შუაში. გაგიჟდა ეს კაცი, რომ ამ მიდამოებში ჩემზე უკეთესი მშულდოსანი თუ იყო ვინმეო და გადაირია, უნდა გავიცნო ეს კაციო და დაიწყო ძებნა. ეძება და რა თქმა უნდა ვერ იპოვა. და ბოლოს ბძენმა უთხრა, რომ წადიო ერთი ბავშვებს კითხეო, ბავშვებს ეცოდინებათ ეგ ამბავიო და მართლაც კითხა და ერთმა პატარა ბიჭუნამ უთხრა, რომ მე გავაკეთეო ესო. გაგიჟდა ეს კაცი, აბა ერთი წამოდი მაჩვენე როგორ გააკეთე ასე ყველა ხეზე რო 10-იანში არ ტყავ რანაირად შვები ამასო და შევიდა ეს ბავშვი ტყეში. აიღო მშულდისარი, ისროლა და მოარტყა ხეს. მივიდა მერე ხესთან და შემოხაზა ცარცით სამიზნე. ესე იგი, რას გვეუბნება ეს გაკვეთილი? ჩვენ თავარია ვიცოდეთ რა გვინდა. რა არის ჩვენი მიზანი? აი მერე უკვე ამ მიზნისკენ მიმავალი გზების არჩევა იმდენად მარტივად მოგეჩვენებათ, რომ თქვენ თვითონ გაოცდებით, იმიტომ რომ ყველაზე რთული ამ პროცესში არის ის რა მინდა და რომელია ის მინდა, რომელიც უნდა გადაიქცეს მიზნად, იმიტომ რომ ნახეთ რა ხდება. მე შეიძლება ძალიან ბევრი რამ მინდოდეს. რატომ? იმიტომ რომ სურვილი ეს არის ჩვენი შეგრძნებების, ასე ვთქვათ, მოთხოვნილებების, აი მოთხოვნილებებისაგან წამოსული იმპულსი, ხო? რომელიც აი მინდა რა არის შეგრძნება, ხო? ანუ მე მაქვს მოთხოვნილება რაღაცის და ჩემი შეგრძნებები მაიძულებს ვიფიქრო, რომ მე ეს მინდა. აი მიზანი რა არის? ნახეთ? მიზანი არის ამ მოთხოვნილებების დაკმაყოფილების გზების გამონახვა. იმიტომ რომ შეიძლება ძალიან ბევრი რამ მინდოდეს და ძალიან ცოტა რაღაცის გაკეთება შევძლო, ხო? რატომ კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ ამას, ნახეთ? რა მინდა ძალიან ხშირად გადადის მუდმივ კითხვის ნიშანში. ან მუდმივ მოთხოვნილებაში, მუდმივ შეგრძნებაში, რომ ხო მე მინდა ვიყო წარმატებული. ყველაზე ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა. ეს ფრაზა რა, მინდა ვიყო წარმატებული. იმიტომ რომ როგორც კი ამას მეტყვიან ხოლმე, მაქვს კონტრშეკითხვა. რა არის წარმატება?
ნუ აი რა ვიცი, ბევრი ფული, რამდენია ბევრი ფული ვეკითხები. აი რა ვიცი, თვეში $5,000 მაგალითად, ხო? როდის უნდა იყოს ეს თვეში $5,000? და რისი თქმა მინდა, იცით რომ სანამ არ ჩაიშლება და სანამ შენ არ გაიაზრებო იმისათვის, რომ 1 წლის მერე შენ გქონდეს თვეში $5,000 ხელფასი, მინიმუმ 1 საათი წიგნი უნდა წაიკითხო დღეს? მინიმუმ. სანამ ამას არ მიხვდები, შენ ყოველთვის გენდომება თვეში $5,000. 10 წლის მერეც და შეიძლება 80 წლის რო გახდები და რო კითხავ, აბა რა არის შენთვის წარმატება, მიპასუხო რომ თვეში $5,000. მიხვდით ხო, ანუ ეს სისტემაა და ეს სისტემა მოდის თქვენ ხელთ არის, ხო? როდესაც გააზრებული გაქვს, რითი უნდა დაიწყო, ეს უნდა იცოდე. იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში სურვილი გადის ოცნებაში, გადადის და ეს სურვილი და ოცნება სულ ასეა რა, მთელი ცხოვრება. და მეორე შემთხვევაში, როდესაც შენ იცი რომ გინდა თვეში $5,000, ხვდები იმასაც, რომ ეს უნდა მოხდეს დაუშვათ 5 წლის შემდეგ, გაანალიზებული გაქვს, რომ იმისთვის, რომ თვეში $5,000 იშოვო, რაღაცას უნდა ფლობდე, ხო, პროფესიას, ან კონდეს შენი ბიზნესი, მინიმუმ მენეჯმენტი მაინც უნდა იცოდე, ხო ასეა? ან უნდა იცოდე რაში უნდა კონდეს ეს ბიზნესი. და შენ უკვე განსაზღვრული გაქვს, ნუ ამაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებ ჩვენ როგორ, მაგრამ უკვე განსაზღვრული გაქვს, რომ იმისათვის, რომ 5 წლის მერე კონდეს თვეში $5,000 ხელფასი, რა უნდა გააკეთო დღეს? და კიდევ გეუბნებით, მინიმუმ 1 საათი წაიკითხეთ წიგნი. იმასთან დაკავშირებით, რისი გაკეთებაც გინდათ 5 წლის მერე. მაგალითად, თუ თქვენ გინდათ, რომ გახსნათ, არ ვიცი, გააკეთოთ სათბურები და მოიყვანოთ კიტრი და პომიდორი, მინიმუმ დღეიდან უნდა დაიწყოთ ფიქრი იმაზე, რომელი კიტრი და პომიდორი ჯობია და საერთოდ არის თუ არა ეს ბიზნესი მომგებიანი დაუშვათ საქართველოსთვის და იქნება თუ არა საქართველოში 5 წლის მერე აქტუალური პომიდორის და კიტრის სათბურებში მოყვანა. ასე რო ვთქვათ, ხო? მეფუტკრეობა, რა ვიცი, იმის რაღაცა რეულების ახალი რაღაც ფორმატის შექმნა. არა აქვს მნიშვნელობა, რაც მწიფდება თქვენს თავში. იმის შესწავლა უნდა დაიწყოთ მინიმუმ დღეს. და სხვათა შორის ძალიან კარგი რჩევა, მე ძალიან მომწონს. მე პირადად, როდესაც სადოქტოროზე მუშაობდი, საერთოდ სულ ვამბობ, რომ ძალიან მიმართლებს, იმიტომ რომ ჩემ ცხოვრებაში ძალიან ხშირად ჩდებიან ადამიანები, რომლებისგანაც ბევრი რაღაცის სწავლა შემიძლია ხოლმე. თუმცა მე მეორეს გეტყვით, რომ ჩვევაც მაქვს, რომ ყველა ადამიანისგან რაღაცები ვისწავლო. პატარაა, დიდია, ჩემზე მეტი იცის, ჩემზე ნაკლები იცის, ჩემთვის ყველა ადამიანი არის რესურსი, იმიტომ რომ მე ვიცი რა მინდა. და როდესაც ვიცი რა მინდა, მე ყველაფერში და ყველაში პოულობ იმ რესურსს, რაც ამ მინდას მიღწევაში დამეხმარება, ხო? და ერთ-ერთმა ასეთმა ადამიანმა, რომელიც მე ძალიან ვაფასებ და ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ზოგადად ჩემ ცხოვრებაში, ასეთი რჩევა მომცა, რომ შენ თუ გინდა რომ მიაღწიო, თუ გინდა რომ ეს სადოქტორო ისე გაკეთდეს, რომ დიდი ძალისხმევა არ დაგჭირდეს და დიდი დრო არ წავიდეს შენ მინიმუმ უნდა ისწავლო ის, რომ თვეში 9 საათი დაუთმო მასალის დამუშავებას, დღეში 9 საათი. და ეს დამეხმარა იმაში, რომ მე ბოლოს კი არ მომიწია რაღაცების გაკეთება. თავშივე, ანუ დასაწყისშივე განსაზღვრე რა დრო დაჭირდებოდა ამ ყველაფერს და ბევრად უფრო მშვიდად გავაკეთე ის რისი გაკეთებაც მინდოდა, ხო? ნახეთ, როდის შეიძლება რომ ჩვენი სურვილი გადაიქცეს მიზნად? აი 5 კითხვაა, რომელზეც მე გირჩევდით, რომ ყოველთვის როცა რაღაცას დაგეგმავთ, გასცეთ პასუხი და გაანალიზოთ, არის თუ არა ეს ის, რაც თქვენ გჭირდებათ. დაუშვათ, მინდა რაღაც. მოდი ვთქვათ რაიმე, რაც გინდათ, აბა რა გინდათ? ერთ-ერთი რაღაც დაუშვათ, ა? ხიკალი ძალიან მარტივი შესასრულებელია, შეგიძლია ადგე და წაღვიდე და ჭამო. ა? თქვათ იყოს ხინკალი, კარგი. სახლის ყიდვა მაგალითად. ნუ სახლის ყიდვა ჯობია უფრო გლობალურია, იმიტომ რომ ხინკალი მარტივისკენ. დაუშვათ მინდა სახლის ყიდვა, ხო? და გადავდივართ მეორე ეტაპზე, იმიტომ რომ მეუბნებიან კიდევაც, რომ იცი რა უნდა იყიდო სახლი, იმიტომ რომ ჯობია შენი სახლი კონდეს, რაღაცა დააბანდო უძრავ ქონებაში და ასე შემდეგ და ამ ნუ ყავს ადამიანები, რომლებიც გეუბნებიან, რომ შენ უნდა იყიდო სახლი. ამის მერე შემოდის კიდევ ერთი სისტემა, რომელსაც ქვია მჭირდება.
ანუ მე უნდა გავაცნობიერო, რომ მე მჭირდება ვიყიდო სახლი, ხო? რატომ? იმიტომ რომ დაუშვათ ვერ ვეტევი იქ სადაც ვცხოვრობ, ან ცალკე მინდა ცხოვრება, რაღაცა დისკომფორტი მაქვს, მოგეთ უნდა გავიაზრო რომ მე მჭირდება, ხო? შემდეგი ეს არის მიღირს. რას ნიშნავს მიღირს? იმისათვის რომ მე სახლი ვიყიდო, მე მომიწევს ავიღო სესხი დაუშვათ, ხო? იმისათვის რომ მე ეს სესხი დავფარო, მე მომიწევს რაღაცებზე უარი ვთქვა. და რეალურად ეს გააზრებული უნდა მქონდეს, რომ მე ამ სახლს რო ავიღებ, მიღირდეს უნდა ის პროცესი, რა პროცესიც ამ სახლის ყიდვისთვის მე დამჭირდება. შემდეგი და ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის შემიძლია. ანუ შემიძლია მე რომ დავუშვათ ავიღო სესხი სიტყვაზე. ვიშოვო ისეთი სამსახური, ან მაქვს ისეთი სამსახური, რომელიც ამ სესხის დაფარვაში დამეხმარება. როდესაც ეს სისტემა მთლიანად არის დაკმაყოფილებული და ხუთივე კითხვაზე პასუხი მაქვს დადებითი, ყველა ის მიზანი, რომელიც მაქვს, ჩათვალეთ, რომ უკვე შესრულებადია. თუმცა მარტო ეს არ არის საკმარისი, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გქონდეთ გააზრებული, რომ როდესაც მიზანს ვისახავთ და მიზნებს ვისახავთ ცხოვრებაში, არ შეიძლება ეს იყოს მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით. იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა, ადამიანების უმეტესობა მიზნების დასახვისას აკეთებენ აქცენტს ფინანსებზე, სამსახურზე, კარიერაზე. ამ დროს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, რომ თქვენ არ დაგავიწყდეთ საკუთარი თავი ამ პროცესში. იმისათვის, რომ თქვენ იყოთ რეალიზებული, იმისათვის, რომ თქვენი ცხოვრება შედგეს და თქვენ ჩათვალოთ, რომ ყველაფერი კარგად არის და კმაყოფილი იყოთ იმ მიზნების და გიყვარდეთ ის შედეგები, რასაც აღწევთ, ეს უნდა იყოს ყველა მიმართულებით. რაც შეეხება ზოგადად მიზნის განსაზღვრას, თქვენ კარგად იცით ეს მოდელი, მე ამაზე ბევრს არ ვისაუბრებ, უბრალოდ რადგან მიზანზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, უნდა იყოს გაზომვადი, მიღწევადი, რეალისტური და დროში განსაზღვრული. აი, წეღან რო ჩავშალეთ დაახლოებით იმგვარად, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ გაგვიჭირდება ამ მიზნების მიღწევა და დავიწყოთ როგორ მივახციოთ მიზანს. პირველი კითხვა. რაზეც მინდა რომ კაფიოთ ჩამოყალიბდეთ და გქონდეთ, აი როგორ გითხრათ, მყარი პასუხი ამასთან მიმართებაში. მინდა თუ არ მინდა? რას გულისხმობ, ნახეთ? ძალიან ხშირად ჩვენი გონება, როცა რაღაცაზე კონცენტრირებას ვახდენთ, ურჩევნია ჩვენს გონებას, იფიქროს იმაზე რა არ უნდა. მაგალითად, აღარ მინდა ეს სამსახური. აღარ მინდა აქ სწავლა. აღარ მინდა აქ ცხოვრება. აღარ მინდა ეს ქვეყანა, ხო? და მგონია, რომ ჩემი მიზანი, რომ წავიდე სხვა ქვეყანაში, წავიდე სხვა ინსტიტუტში, ვიშოვო ახალი სამსახური, უნდა იწყებოდეს იმით, რა არ მინდა. ეს არ არის სწორი. იმიტომ რომ როგორც კი თქვენ იწყებთ ფიქრს იმაზე, რა არ გინდათ, თქვენი გონება, აი ასეთი თეორია არსებობს, რომ ადამიანის ნახევარი, გონების ნახევარი აზროვნებს და მეორე ნახევარი უმტკიცებს იმას, რასაც ის ფიქრობს, იმიტომ რომ თქვენ კარგად იცით, ძალიან კარგი ფრაზაა, რომ ადამიანი საკუთარი აზროვნების პროდუქტია. საბოლოო ჯამში ხდება ის, რასაც თქვენ ფიქრობთ, ხო? ამიტომ როგორც კი თქვენ იწყებთ ფიქრს, რა არ გინდათ, აი ეს მეორე ნახევარი ათასობით არგუმენტს მოგიტანთ, რომ არ უნდა გინდოდეთ. მაგრამ როგორც კი თქვენ იწყებთ ფიქრს, რა გინდათ, ანუ მინდა ახალი სამსახური. კი ბატონო, მე გაამყარეთ, იმიტომ რომ არ მომწონს ეს ძველი სამსახური. მაგრამ მინდა ახალი სამსახური ნიშნავს იმას, რომ თქვენმა გონებამ მოგცეთ არგუმენტები, რა არის ის ახალი შესაძლებლობები დაგანახოთ და სწორ დროს რო სწორ ადგილას აღმოჩნდებით, ზუსტად აი აქედან გამომდინარე იქნება ეს, რომ ამას გამოიყენებთ, ხო? შემდეგი ეტაპი, მეორე ნაბიჯი, ასე ვთქვათ, ეს არის წარმოიდგინე და დაიჯერე. აი წარმოიდგინეთ, ხო? რომ 5 წლის მერე თვეში გაქვთ 5000, არ შეიძლება თქვენ უფრო მეტი გინდათ თვეში თქვენ გადაწყვეტეთ, მაგრამ ნუ თქვათ დაუშვათ თვეში $5000 მინდა 5 წლის მერე. წარმოიდგინე, აი წარმოიდგინე შენი თავი, რას აკეთებ, სად მუშაობ, რა საქმე გაქვს, რა ბიზნესი გაქვს. რა არის ის, რაც თქვენ გაძლევთ იმას, რომ თვეში გაქვთ $5000 შემოსავალი. წარმოიდგინეთ, დაიჯერეთ და მერე დაიწყეთ უკვე მოქმედება. შემდეგი ეს არის წერე.
ყველაზე ნაკლებად რასაც ვაკეთებთ, ხო? მომინდა რაღაც და მავიწყდა. გადავწყვიტე რაღაც და მავიწყდა. გავიფიქრე რაღაც და მავიწყდა. რატომ? იმიტომ რომ ყველაზე ელემენტარული რჩევა, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ყველაზე კარგად მუშაობს, მავიწყდება და რა არის ეს რჩევა? ყოველ დღე, როგორც წესი, ჩამოწერეთ რა გინდათ. აი დღე დაიწყეთ იმით, რომ ჩამოწეროთ, იყიდეთ რვეული, აქედან რო გახვალთ და ხვალინდელი დილიდან დაიწყეთ ჩამოწერა რა გინდათ. ყოველ დღე ჩამოწერეთ 10 მინდა და მე დაფიქრდით და თქვით, რომ აი უცებ რომ რაღაც მოხდეს. აი უცებ რომ რაღაც მოხდეს და არ ვიცი მე, ხო, რა მოხდება ხვალ და რა იქნება. აი რომელი არის ამ 10 მინდადან ჩემთვის პრიორიტეტული. შემოხაზეთ ეს მინდა და ჩასვით აი ამ სქემაში, ნახეთ. მე თუ ამას გავაკეთებ. რა იქნება შედეგი? ეს ერთი. ხო? ნუ ხა მინდა ხინკალი გასაგებია, შედეგი იქნება რომ აღარ შიერი აღარ ვიქნები, ანუ შია მინდა ხინკალი და გასაგებია, მაგრამ დაუშვათ თუ მინდა სახლი, რა იქნება შედეგი? ხო, მექნება სახლი. ვისთვის ვაკეთებ და რისთვის ამას? ნამდვილად მე მინდა ეს სახლი თუ უბრალოდ მინდა რომ თქვან რომ დედა რა ყოჩაღი გოგო ხარ, როგორ მოახერხე შენ ასაკში რომ ასე სახლი შეიძინე, ხო? შემდეგი ნახე, როდის უნდა მივიღო ეს შედეგი? ანუ კი მინდა სახლი, გავიგე რომ ეს მართლა მე მინდა. მეზობელმა რო თქვას რომ დედა რა კარგი ძალი ყავს, რომ ჩემ დედამთილს უთხრავს, ამისთვის არ მინდა რა, ჩემთვის მინდა ნამდვილად. და იმისთვისაც პრინციპში, იმიტომ რომ ის ყველას გვინდა მაინც საბოლოო ჯამში. მაგრამ ნახეთ, როდის უნდა მოხდეს ეს? 1 თვის მერე, 1 წლის მერე, 3 წლის მერე, თუ აი როდის, მე უნდა ვიცოდე ზუსტად როდის უნდა მქონდეს სახლი. შემდეგი არის რა მაქვს და რა მჭირდება ამისთვის. დავუშვათ მაქვს რაღაცა დანაზოგი, ხო? ან მაქვს სახლი, რომელიც შემიძლია გავყიდო და ახალი სახლი ვიყიდო. და რა მჭირდება ამისთვის? შემდეგ ნახეთ რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა უნდა დავთმო. აი აქ მიღირს რაზეც ვისაუბრეთ, ხო? ანუ რა უნდა დავთმო მე იმისთვის, რისი დათმობა მომიწევს მე იმისთვის, რომ მე 3 წლის მერე ჩემი სახლი მქონდეს. ეს უნდა გქონდეთ გააზრებული, რატომ? იმიტომ რომ აი ამ გზაზე, რასაც მიზნამდე მისვლის გზა ქვია, ძალიან ბევრი ჩავარდნებია ხოლმე, ხო? ბევრი ორმოებია და შენ როდესაც ზუსტად წინასწარ იცი, მინიმუმ იმ ორმოების 10% მაინც რაც შეიძლება შეგხვდეს, შენ ძალიან თამამად მიდიხარ, იმიტომ რომ გააზრებული გაქვს, ელოდები ამას, მოლოდინი გაქვს უკვე. და ბოლოს რას მომცემს ამ მიზნის განხორციელება? რას მომცემს ეს აქ აუცილებლად იგულისხმება თქვენი შინაგანი სულიერი კმაყოფილება, ხო? აი თქვენთვის რა იქნება ეს? თქვენ ღირებულებასთან და ფასეულობასთან შესაბამისობაში როგორ მოვა ის მიზანი და რამდენად კმაყოფილი, სულიერ კმაყოფილებას მიიღებთ ამით თუ არ მიიღებთ? მეოთხე ნაბიჯი ეს არის დააკუცმაცე შენი მიზანი. ესეთი ძალიან კარგი შეკითხვაა. დაუშვათ თქვენ გითხრეს რომ უნდა შეჭამოთ სპილო. როგორ უნდა შეჭამოთ სპილო? ლუკმებად, პეტერ ლუკმებად უნდა დავჭრათ, ხო? რა არის იცით მე რას ვაკვირდები? არა მხოლოდ თქვენ ასაკში და ჩემზე დიდებს შორისაც რა, როდესაც რაღაცა უნდათ ხოლმე აი პირდაპირ უყურებენ იმ დიდს. ხო? აი მაგალითად მინდა რომ ვიცოდე ინგლისური ენა რა და არ ვიცი. აი არასოდეს გერმანულს სწავლობდი მთელი ცხოვრება და არ ვიცი ეს ინგლისური და არა და მინდა ეს ინგლისური და აუ ესე იგი ეს როგორ უნდა ვისწავლო ამდენი სიტყვაა ენაში, ხო? როგორც კი შენი ტვინი იწყებს ფიქს, რომ იცი რა, არ არის აუცილებელი რომ ეს დიდი დავინახოთ როგორც დიდი. მოდი დავიწყოთ სალაპარაკო ინგლისურით. გამარჯობა იცოდე და გაქცეულ ინგლისურს რომ მოაბრუნებ დაუშვათ იმდენი. მერე გადავიდეთ წერით კომუნიკაციაზე. მერე რაღაცა განმოვითაროთ. ანუ ყველაფერი ხო საფეხურებისგან შედგება. აი ძალიან არაჩვეულებრივი გოგონა მყავს ეხა პიარ აკადემიაში და ამასთანავე კითხვა დამისვა ასეთი რომ მინდაო 20 კილოს დაკლებაო. და ნუ აი სტრესი მაქვს, იმიტომ რომ აი როდის დავждები და როდის დავიწყებო ამას, აი დღეს გადავდე, დღეს ხვალ და იცით რა არის? უცებ რო გინდა შენ 20 კილოს დაკლება და 50-ის, ეს ძალიან რთულია. მე მივეცი მას ასეთი რჩევა, რომ მოდი დავივიწყოთ 20 კილო. და ვთქვათ რომ მინდა 5 კილოს დაკლება. არა.
აი მინდა 5 კილოს დაკლება. 5 კილოს დაკლება არ არის მისთვის მით უმეტეს პრობლემა არანაირი. მაგრამ ნახეთ ფიქრი იმაზე რომ უნდა 20 კილოს დაკლება ზაფხულიდან დაწყებული. იმდენად სულ უნდა, მაგრამ ვერაფრით ვერ დაიწყო, იმიტომ რომ აი რა დაიკლებს ახლა 20 კილოს. გესმით რაშია საქმე? არა და შენ თუ ამ მიზანს, სპილოს დაინახავ როგორ აქციო ლუკმებად 5-5 კილოებად დაუშვათ, ხო ამ შემთხვევაში. შენ უკვე ადვილად შეგიძლია განსაზღვრო სტრატეგია, ტაქტიკური ამოცანა. ხა რა არის? მოდი თქვათ 20 კილოს დაკლების სტრატეგია. ვარ და 50 ანუ ვარ დაუშვათ 80 კილო. იმისთვის არ უნდა იყო დიეტაზე, რომ წონა დაიყო, იმისთვის უნდა იყო თქვა ის სწორი კვება უნდა შეიყვანო. იმისთვის რომ სიამოვნება მიიღო, ხო, მაგრამ როგორ ფიქრობ, შენ თუ იმ გაგებით აკეთა 20 კილო მაგ დასაკლები მიიღებ სიამოვნებას, ვერ მიიღებ. ამიტომ ნახეთ, ვარ სტრატეგია რა არის? აქ ვარ 80 კილო და მინდა გავხდე 50. დაუშვათ, ხო? ანუ სტრატეგია არის ის, რომ 80 კილოდან მე უნდა ჩამოვიდი აქამდე. 6 თვის მერე მე უნდა გავხდე 50 კილო, ხო? ეხლა რაშია საქმე? ნახეთ, რა გზებს ვირჩევ მე იმისთვის, რომ ეს ასე მოხდეს. ეს უკვე ტაქტიკური ამოცანებია. ანუ მივდივარ დიეტოლოგთან, ვირჩევ მეთოდს, რომელიც ჩემთვის შესაბამისობაშია და ვსახავ გეგმას, რომ თვეში -5 კილო უნდა მქონდეს. დაუშვათ, ხო? და შესაბამისად ვადები, ყველაფერი მაქვს უკვე განსაზღვრული. 7 კილო, 10 კილო, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ანუ შლი წვრილ ამოცანებად, ლუკმებად ვანაწილებ იმ სპილოს. მე რა თქმა უნდა ვაკეთებ გეგმას, დაწერეთ. წერეთ ხოლმე, წერეთ, აი ეს გეგმები გქონდეთ, იმიტომ რომ ეს ძალიან კარგად მუშაობს. ჯერ მარტო იმიტომ რომ უყურებთ, ამას არასოდეს არ გავიწყდებათ. და ზუსტად იცი, რომ მე დღეს ეს უნდა გამეკეთებინა. და არ ღირს რომ ამაზე დაუშვათ უარი ვთქვა და არ გავაკეთებ, იმიტომ რომ ეს საჭიროა. და რაც ყველაზე მთავარია, ვიცი ბიუჯეტი. იმიტომ რომ მე რო არ აღმოჩნდეს, რომ თურმე ისეთი გზა ამირჩევია, რომ ჩემი ჯიბი ამას ვერ გაწვდება. ხო? და რაც ყველაზე მთავარია, ვიწყებ მოქმედებას. ანუ ვიწყებ მოქმედებას. ეს ყველაფერი ხო ჩემ თავშია. ხო გადავიტანე ფურცელზე. ახლა რა უნდა გავაკეთო? მინიმუმ ავდგე და წავიდე იმ დიეტოლოგთან, ხო? ან დავურეკო ჩემ მეგობარს, რომელმაც უკვე გაიარა ეს გზა და ვკითხო ვის მირჩევს. ანუ ვიწყებ მოქმედებას. ასეთ შემთხვევაში თქვენ არც ერთი მიზანი არ მოგეჩვენებათ შეუსრულებელ მისიად. და ყველა შემთხვევაში შეძლებთ, რომ ეს პროცესი თქვენ სასარგებლოდ მოატრიალოთ. ნახეთ, დაგეგმე და მართე დრო. ყველაზე მეტად რაც გვიჭირს ჩვენ ცხოვრებაში, ეს არის დროის მართვა, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში, როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ცოტა ეს არის დრო. რაც არ ყოფნის, ეს არის დრო. პრინციპში ჩვენი მასტერკლასის დასაწყისში მე ეს უკვე ვახსენე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ. იმიტომ რომ დრო ძალიან ცოტაა. დღეიდანვე დაიწყეთ მოქმედება. დღეიდანვე თქვენ თავს გამოუყავით მინიმუმ 1 საათი. და ამ 1 საათში აკეთეთ ის, რაც საბოლოო ჯამში აი იქამდე მიგიყვანთ. ოღონდ ამისთვის რა თქმა უნდა ჯერ უნდა ვიცოდეთ რა მინდა იმ 5 წლის მერე, ხო? გამოყავით ის 1 საათი და დაუთმეთ თქვენ თავს. გნებავთ არ მქონდეს არანაირი მიზანი, საკუთარი თავისთვის დახარჯეთ ეს 1 საათი. იმიტომ რომ როგორ არის იცით რომ ჩვენ ძალიან ბევრ რაღაცას მივედმოვედებით ხოლმე მთელი დღის განმავლობაში. არა და საკითხები ზოგადად შესასრულებელი ამოცანები იყოფა შემდეგ ნაწილად. არის სასწრაფო და მნიშვნელოვანი საკითხები, არის დაუშვათ მნიშვნელოვანი, მაგრამ არა სასწრაფო. არის სასწრაფო, მაგრამ არა მნიშვნელოვანი და არც სასწრაფო და არც მნიშვნელოვანი. და იმიტომ რომ ეს არც სასწრაფო და არც მნიშვნელოვანი პატარ-პატარა რაღაცებია, ვიწყებთ ამით. ძალიან დიდ დროს უშუალოდ და უთმობ და ფაქტიურად რაც მნიშვნელოვანია შეიძლება საერთოდ დამრჩეს და მე ესე ვშვები ხოლმე ხანდახან თუ ძალიან ბევრი საქმე მაქვს და მავიწყდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ხანდახან მეც მავიწყდება, გადავწერ მეორე დღეს, მე მესამე დღეს, მე მეოთხე დღეს და რა არის იცით რომ ასეთ შემთხვევაში ყოველთვის შეიძლება გაგვეპაროს ის რაც მართლა მნიშვნელოვანი იყო. და ეს ძალიან ცუდია, რა თქმა უნდა. ამიტომ ძალიან მოუფრთხილდით დროს და ძალიან აკონტროლეთ ის რომ მართლა 1 საათი გქონდეთ დღის განმავლობაში, რომელიც იქნება თქვენი 1 საათი.
იმიტომ რომ ადამიანები, რომლებიც აი ამ ერთ საათს სწორად ანაწილებენ და ეს 1 საათი არის მათი თვითრეალიზაციისთვის, მაგალითად, კითხულობ რაღაცას თუ იგივე რაც გინდა რომ გააკეთო შენ 5 წლის მერე, დღეს იწყებ იმ 1 საათის განმავლობაში შენ კონცენტრირებას ახდენ ამ მიზანზე. დარწმუნებული იყავით რომ ეს მიზანი შესრულდება და დარწმუნებული იყავით რომ თუ გინდა რომ გახდე მილიონერი 5 წლის მერე, გახდები. იმიტომ რომ შენ დღესვე იწყებ ამაზე ფიქრს და ამაზე მუშაობას და უბრალოდ არ გინდა რომ იყო მილიონერი. გისმენ? მე 6 წლის წინ ავიღე მეური, აი ახლა რომ ასე ვთქვათ, ჩემზე საუბრობ. და დავწერე 3 რაღაც, რაც ყველაზე ძალიან მინდოდა. ოღონდ დავწერე რომ კი არ მინდა. ეს არის უკვე მოხდა. ეს ძალიან კარგი მეთოდია. იმიტომ რომ პერიოდში ვიყავი ძალიან ცუდად. სამსახურში ვერ დავიწყე, რაღაცა მივედი გასაუბრებაზე, მე შიში მქონდა რომ ეძახდა, უკვე ძალიან მეშინოდა მოსვლა. და დავწერე რომ მუშაო, რომ კიდევ 2 რაღაც რაც ძალიან მინდოდა რომ მქონოდა და დავწერე რომ მაქვს და რაღაც. ყოველ დღეს კითხულობ. იმდენად დავიჯერე, სადღაც კითხულობდი, ალბათ 1-8 მეტი არ წამიკითხავს, ყოველ დღე კითხულობდი და ეს რეული დავტესე. და შევდე. სადღაც ეს იყო ზამთრის თუ იანვარი და ზაფხულში 2 მათგანი ამისვლა. მესამე იყო ცოტა მოგვიანებით და ძალიან მიხარისეა, რომ აღარ მახსოვდა. არა მახსოვდა, მაგრამ ის რეული არის ცოტა სად იყო და ერთი გადავშალე და წავიკითხე. აი მართლა ახთენილი მაქვს 3 რა. ეს არის მნიშვნელოვანი. იმდენად დავიჯერე. კი. აი ჩვენ ხო ამაზე ვისაუბრეთ, ანუ წარმოიდგინე და დაიჯერე. აი ეს 6 თვე ხო, ამას მაინც დილით ვიღვიძებ და ვამბობდი, აი მაგისტრის ვაკეთებ. ძალიან მიჭირდა, მაგრამ ვიჯერებდი. ძალიან რთულია. რთულია, კი, რთულია, უბრალოდ რთულია, თუმცა შესაძლებელია. ამიტომ ეს ყოველთვის გახსოვდეთ, რომ არ გამოტოვოთ. აი ხა მე რომ მოგიყევით ის მაგალითი, ამას წინათ შემხვდა ეს გოგონა, რომელმაც მითხრა რომ რვეულში რაც მიწერია, გადახაზული მაქვს თითქმის ყველაფერი. ყველაფერი ვერ გექნებათ, იმიტომ რომ როდესაც მე მინდებს ვწერ, იმდენი შეიძლება იყოს და მე მივხვდე კიდევაც რომ საერთოდ მინდოდა. იმიტომ რომ აღარ მახსოვს და ეხლა როგორ შეიძლება თუ რაღაცა ძალიან მინდა, აღარ მახსოვდეს ესე უცებ, ხო? ამიტომ ეს ყოველთვის გახსოვდეთ და გაითვალისწინეთ, ძალიან კარგი ხერხია მიზნის მიღწევისთვის. ნახეთ, იპოვე მოკავშირეები, აი თქვენ შემთხვევაში კიდევ ერთი რაღაცა რო გქონოდათ დაუშვათ და შეიძლება გქონდათ კიდევაც მიზნის მიღწევისთვის. ეს არის ადამიანები, რომლებსაც თქვენთან ერთად უნდათ ეს მიზანი. და ნახეთ რა არის ყველაზე დიდი შეცდომაა ხოლმე და მე ძალიან არ მიყვარს, როცა მეუბნებოდი, იცი არ ვიტყვი ამას, იმიტომ რომ დავითარსები. თუ შენი გონება გახსოვთ ჩვენ რა ვილაპარაკეთ? რასაც ფიქრობ, იმას მიმტკიცებს. თუ მე ვფიქრობ, რომ მე რამდენი ვთქვი, რომ რაღაცა მინდა ვითარსები, მე ნამდვილად დავითარსები. ანუ ის მეორე დამინდებს კი არ დავითარსები, მაგრამ რაღაცა რომ ისი არ გამოდის, ყველაფერს დავაბრალებ იმას, რომ აი ის რო შემხვდა დილას ქუჩაში, იმან დამთარსა და ამიტომა დღეს ასეთი დღე. ხო? რამდენჯერ გაგიგიათ ასეთი ფრაზა. და რაც შეიძლება ყველაზე კარგი არის ის, რომ პირიქით ბევრი ადამიანი ყავდეთ ირგვლივ. ბევრი ადამიანი იყოს თქვენი მიზნის თანაზიარი და ბევრ ადამიანს უხაროდეს, რომ თქვენი მიზანი გამოვიდეს. აი მე მაგალითად PR აკადემიის განვითარების მთელი ეს სქემა, როგორც დაიწყო, ერთი ოთახიდან, რომელსაც იჯარით ვიღებდი და მარტო მე ვკითხულობდი ლექციებს. და როდესაც დავამატეთ პროგრამები, როდესაც გაჩნდა მოთხოვნილება, როდესაც ათასობით ადამიანი ჩვენ სივრცეში მოდის. გადავედით მეორე ოფისში, უკვე მე ავიღე ოფისი, უკვე თამამინაბიჯი გადავდგი. მეორე წელს გადავედით უფრო დიდ ოფისში. ასევე თამამინაბიჯი გადავდგი. მესამე წელს გადავედით კიდევ უფრო დიდ ოფისში, სადაც ახლა ვართ და ვაშენებთ უნივერსიტეტს. ეს არის ძალიან სწორი გზა, აი პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე ვეუბნები ხოლმე, რომ აბა თქვენი სქემა მაჩვენეთ, ხო თქვენ არ გაქვთ კალმები და ფურცლები, თორე თქვენთანაც გავაკეთებდი. აბა მაჩვენეთ როგორ აღწევთ, როგორ გინდათ მიზანს მიაღწიოთ, ხო და უმეტესად როგორი სქემა იხაზება, იცით? აი გზა მაჩვენეთ თქვენი მიზნის მიღწევით, ხო და დახატავი ხოლმე 100. მე რა აქ რომ მიხვალ და დასრიალდე. რა სიზამ? აი ხა მე რა სქემაც მოგიყევით თქვენ PR აკადემიის განვითარების, ასე ვთქვათ. ნახეთ როგორი სქემაა ეს. დავიწყე ერთი
პატარა ოთახით და ერთი პატარა კურსით. ნათია გოცაძის კურსი PR მენეჯმენტში. გავამყარე, ავედი, შემდეგ შევიმუშავე, ანუ აქ გავმყარდი, იმიტომ რომ აი აქედან იწყება ეს წერტილი. შემდეგ მოვიყვანი ახალი ტრენერები, დავიწყე ახალი პროგრამები და დაახლოებით 1 წელიწადი მე ვამყარებდი აი ამ გზას, ამ წერტილამდე. და ძალიან აი როგორ გითხრათ, სანამ არ დავრწმუნდი, რომ აი ამ პროგრამებს, რომლებიც უცებ დავამატე და უცებ რაღაცები გავზარდე, ყავდა მომხმარებელი, სტაბილური მომხმარებელი. რაც მე მომცემდა საშუალებას, რომ გადავსულიყავი შემდეგ საფეხურზე, ანუ ახალ ოფისში, სადაც უკვე დამატებითი ვალდებულებები მექმნებოდა და ამიყვანა დაუშვათ თანამშრომლები, მოდით ესე ვთქვათ, ხო? გავმყარდი აქაც, იმიტომ რომ ეს საფეხური ასევე 1 წელი დაჭირდა ამას, რომ კარგად ჩამოყალიბებულიყავი, დავიწყეთ სხვა მიმართულებები, რაღაცები დავამატეთ, ადამიანები დავიმატეთ, უფრო მეტი ცნობადობა მივიღეთ და გადავედი კიდევ შემდეგ ეტაპზე. იქაც გავმყარდი და მხოლოდ იმის მერე რაც დავინახე, რომ მექნებოდა შესაძლებელი, რომ უკვე კიდევ ორმაგი რესურსით გამეგზელებინა ჩემი საქმიანობა, მხოლოდ ამის მერე გადავედი აქ. და დღეს ვარ აი ამ ეტაპზე და ძალიან დიდი რაღაცისთვის ვარ მზად, იმიტომ რომ ვიწყებთ უნივერსიტეტის მშენებლობას, ეს არის ძალიან, როგორ გითხრათ, ეხლა რატო არის კარგი, ნახეთ, მე რომ აქედან გადმოვარდე, დაუშვათ რაღაცა მოხდა, ხო? აი რაღაცა მოხდა. კი არ ჩამოვსრიალდები ესე და დავენარცხები სადღაც. მე დავენარცხები აი აქ. ანუ ამაზე ქვემოთ მე არ ჩამოვარდები, გამორიცხულია ეს ამბავი. გესმით? ნუ ხა არავინ არაფრისგან დაზღვეული არ არის ამ ცხოვრებაში, თუმცა ჩემი სისტემიდან გამომდინარე, მე ზუსტად ვიცი, რომ აი გარანტირებულად მაქვს წინა საფეხური და არა პირველი. მაგრამ თუ შენ უცებ და ყოველგვარი გამყარების გარეშე გინდა რაღაცას მიაღწიო და აი აქ მიდიხარ, შეიძლება არც არასოდეს არ ჩამოსრიალდე, იმიტომ რომ რავი, წახვიდე და წახვიდე. ოღონდ რისკი იმისა, რომ თუ რაღაცა მოხდება, შენ სადღაც მოეჭიდები, უბრალოდ მოსაჭიდებელი არა გაქვს, არის ძალიან მაღალი. ამიტომ ყოველთვის ეცადეთ მოთმინება გეყოთ და გაიმყარეთ თქვენი თავი ცოდნაში. მაგალითად, რო გინდა რაღაცის სწავლა, ნუ რაღაცის მიღწევა, ხო? ნუ დაიწყებ იმაზე ფიქს, რომ მე ეს მინდა უკვე გავაკეთო, ხო? ჯერ უნდა ისწავლო. მე კარგად უნდა ისწავლო, მე პრაქტიკა დააგროვო, მე დაიწყო დაუშვათ იმ ორგანიზაციაში რაღაცა პატარა პოზიციაზე მუშაობა, მე გაზარდო შენი თავი, ნდობა მოიპოვო, ცოდნა მოიპოვო, ადამიანების კეთილგანწყობა, დაიმსახურო რომ კიდე გაიზარდე და მე გახდი მენეჯერი, მე გახდი ხელმძღვანელი. პირდაპირ ხელმძღვანელი გახსნებიდე, ჯერ რო არიცი აქ საერთოდ რა ხდება ამ ამბავში. როგორ შეიძლება რომ შენ შეძლო ამ კომპანიის კარგად მართვა? ვერ შეძლებ. იმიტომ რომ არ გაგივლია კიბე, საფეხურები არ გაგივლია. ყველაფერი, ყველა მიზანი შეიძლება ჩასვა ამ სქემაში. და ჩემი რჩევა იქნება, რომ ასეთი მიმართულებით გეყოთ მოთმინება, იმიტომ რომ თქვენ ასაკში განსაკუთრებით ზუსტად ვიცი, თქვენ ასაკშიც კი არა, ჩემ ასაკშიც ასეა, რომ ყველაფერი მართლა უცებ მინდა და არც მოთმინება, არც ფიქრი. ამასთან ერთი ტრენინგი მქონდა და ვასწავლე ადამიანის ფსიქოტიპებს და როგორ უნდა ელაპარაკო თითოეულ მათგანს, რომ ყველაფერი გაკეთდეს ისე, როგორც გინდა და აუ, ერთი მეუბნება, ამდენი თუ ვიფიქრეო, კაც რო ველაპარაკებიო, ხო, როდისღა დაველაპარაკო და ხო, ასეა. კი, ჭირდება ამას, ფიქრი ჭირდება, შრომა ჭირდება, სწავლა ჭირდება და რო ისწავლი, მე დიდი ფიქრი აღარ მოგიწევს. ყველასთან, იმიტომ რომ იმ წუთში მიხვდები, როგორ უნდა ელაპარაკო და პრობლემა არ გექნება არანაირი. და მეშვიდე საფეხური, ნახეთ, არასოდეს შეგეშინდეთ მარცხი. მარცხი არის თქვენთვის გამოცდილება, გაკვეთილი, რომელიც გაძლიერებთ თქვენ. ამიტომ სანამ არ გაიაზრებთ, რომ ეს ყველაფერი თქვენთვის ხდება, არაჩვეულებრივი სიტყვებია და მე ძალიან მიყვარს და ბევრ ტრენინგზე ვიყენებ ხოლმე ამ სიტყვებს, რომ ყველაფერი რაც ხდება, ხდება არა თქვენ თავს, არამედ თქვენთვის. ამიტომ ყველა მარცხი თქვენ თავს კი არ ხდება და ვაიმე რა მეშველება, ეხა მეორეჯერ როგორღა გავაკეთო ესო. არა, თუ თქვენ ამას გაიაზრებთ, ყველა მარცხი იქნება გაკვეთილი, რომელიც დაგეხმარებათ ხვალ კიდევ უფრო სწორად გააკეთოთ ის რისი გაკეთებაც გინდათ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ თქვენ
ზუსტად გაქვთ გააზრებული, რაზეც ჩვენ დღეს უკვე ვისაუბრეთ, რომ ეს ნამდვილად თქვენი მიზანია, თქვენ ისედაც არ მიატოვებთ მას შუაგზაზე. თუმცა რა არის, იცით, როდესაც რაღაცა წინააღმდეგობები გვხდება ხოლმე, ჩვენ აი დავიწყებთ რაღაცას, გადავდგავთ ნაბიჯს და მე მივატოვებთ სხვა რაღაცას ვიწყებთ. მე კიდე სხვა რაღაცას ვიწყებთ. მიყევით ბოლომდე, იმიტომ რომ დაგენანოთ ყოველთვის აი ის გზის შუამდე მისული. მიზანი შეცვალე ნაბიჯებია. რა თქმა უნდა, ნუ შეცვლით მიზანს. არაჩვეულებრივი სიტყვებია, ესეც კონფუცის სიტყვებია, რომ თუ შენ ხვდები, რომ ვერ მიაღწიე მიზანს, ნუ დაკარგავ ფარხმალს, იმიტომ რომ არ არის აუცილებელი, რომ მიზანი შეცვალო. თუ ეს მიზანი შენთვის ღირებულია და ყველა ეს გამოცდა გავლილი აქვს, რაზეც დღეს ვისაუბრეთ, შეცვალე საშუალებები. და ნახეთ როგორ არის, აი თავიდან რითიც დავიწყე პასუხისმგებლობის შიშზე, როცა ვსაუბრობდი, არიან ადამიანები, რომლებიც როდესაც რაღაცა ნაბიჯებს დგამენ და შეეშლებათ ხელი, ხო, ჩავარდნები არის რაღაც. ცდილობენ რომ მოძებნონ დამნაშავეები სხვაგან. ასეთი ადამიანები ყოველთვის ბრუნდებიან უკან. იმიტომ რომ მე თუ ვერ გავიაზრე რომ ეს გაკვეთილი იყო და დავაბრალე დაუშვათ ქვას და არა იმას რომ ქვას არ შევხედე, ჩემი წაქცევა. მე რა თქმა უნდა ისევ მომიწევს უკან დაბრუნება, იმიტომ რომ მე არ ვიცი რამდენი ქვა შემხვდება გზაზე. არიან ადამიანები, რომლებიც როდესაც წინ მიდიან და რამე შეეშლებათ, იმდენად საკუთარ თავს ადანაშაულებენ, რომ უკვე ასევე უკან ბრუნდებიან, ოღონდ შეიძლება ბოლოში არა, მაგრამ ძალიან უჭირთ წინ გადადგან ნაბიჯები. რატომ? იმიტომ რომ ჩერდებიან აქ ფაქტიურად. რატომ? იმიტომ რომ იმდენად კონცენტრირებულია თვითგვემაზე ეს ადამიანი, არც ეს არ არის სწორი. რომ მას ეშინია კიდევ გადადგას ნაბიჯი, იმიტომ რომ აღარ ენდობა საკუთარ თავს. უბრალოდ უნდა ისწავლო, რომ ხელმეორედ არ დაუშვათ. აი არიან ადამიანები, რომლებიც არც სხვას ადანაშაულებენ და არც თავს. უბრალოდ ისინი ობიექტურად აანალიზებენ ეს რა იყო შეცდომა, მისი თუ სხვისი და აგრძელებენ გზას. იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის. და საბოლოოდ რაშია საქმე, ნახეთ, დაუშვათ და მივაღწიე მიზანს. ჩემი აზრით ყოველ შემთხვევაში, როგორია წარმატების ფორმულა. მოდით ვთქვათ, რომ როდესაც მე დავისახე მიზანი და მივიღე მიზანი, რას ვიღებ, მითხარით? აი, მქონდა მოლოდინი. ანდა მოდით პირდაპირ ესე დავწეროთ. მქონდა მიზანი და მივიღე შედეგი. რა ხდება ამ დროს? მე ვარ წარმატებული, ხო? შემიძლია ვთქვა, რომ მე მივაღწიე წარმატებას. მაგრამ აქ არის აუცილებლად მეორე ფორმულაც და ეს ფორმულა მინდა ძალიან კარგად გახსოვდეთ. იმისათვის, რომ მე ამ მიზნიდან შედეგამდე ეს მიმეღო, რაც მივიღე, მე უნდა რაღაცა ქმედები ჩავიდინე, ხო? თქვით, რომ უნდა დავგეგმო და გადავდგა ნაბიჯები. თუ ამ შემთხვევაში ის ქმედებები რომლებიც მე განვახორციელე, არ უდრის ჩემს ღირებულებებს და ფასეულობებებს, რაც მე მართავს, მაშინ მე შედეგი არ მიყვარს. ნახეთ? მე შედეგი მივიღე, მაგრამ მოვიხედე და ბიჭო დამიკარგავს, მეგობრები დამიკარგავს, ჯანმრთელობა დამიკარგავს, რა ვიცი მე. აი კარგი სიტყვებია, ნახეთ, რა აზრი აქვს დაეუფლო სამყაროს, თუ მას შენი სული მსხვერპლად უნდა შეწირო, ხო? იმიტომ არის ზუსტად, ნახეთ, იმიტომ არის ზუსტად ის ყველაფერი, რაზეც ვისაუბრეთ, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თქვენ თუ ეს ყველაფერი გააზრებული გექნებათ, თქვენ გეცოდინებათ რა არის თქვენი მიზანი. თქვენ გეცოდინებათ გზა, როგორ უნდა მიიღოთ შედეგი და თქვენ გეცოდინებათ რისი დათმობა ღირს და არ ღირს ამ გზაზე იმისათვის, რომ გიყვარდეთ ეს შედეგი, იმიტომ რომ წარმატებული ადამიანი, რომელიც ისახავს მიზანს და იღებს შედეგს და ბედნიერი ადამიანი, ვისაც უყვარს ის შედეგი, რაც მიიღო. ეს იყო ჩვენი დღევანდელი მასტერკლასის თემა და გახსოვდეთ, რომ ამ სამყაროში არის ერთადერთი ადამიანი, ვინც გაიძულებს მიაღწიოთ მიზანს და ეს ადამიანი ხართ თქვენ. წარმატებას გისურვებთ, შემოყარდეთ.